მოგესალმებით, შეგვიძლია კომიტეტის ხდომა დავიწყო. მივესალმებით ჩვენ სტუმრებს, კომიტეტის წევრებს. დღევანდელი დღის წესრიგით განსახილველად გვაქვს 4 საკითხი. პირველი 3 საკითხი რეალურად შეეხება ქალაქ რუსთავს და ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას ქალაქ რუსთავში. მოგეხსენებათ, კომიტეტი უკვე მეორე მოწვევა რუსთავის მერიასთან და გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად არის ჩართული რუსთავის ჰაერის გაუმჯობესების პროგრამის განხორციელებაში. საკმაოდ ბევრი ღონისძიება გატარდა, ისევე როგორც ჩვენ პერიოდულად კომიტეტის ხდომებზე ვისმენთ ანგარიშს თუ როგორ მიმდინარეობს იმ გეგმის შესრულება, რასაც რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უნდა მოყვეს. დღის წესრიგის აი ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს 3 მოხსენება. პირველი მოხსენება წარმოდგენილი იქნება ქალბატონი ნინო ლაცაბიძეს მიერ, რუსთავის მერის მიერ და შეეხება რუსთავში ატმოსფერული ჰაერის შესახებ ზოგად მდგომარეობას. მეორე მოხსენება წარმოდგენილი იქნება სიპი გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქალბატონი მარინა არაბიძის მიერ და შეეხება რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ბოლო შედეგებს, რასაც ჩვენ პერიოდულად ვისმენთ ხოლმე და მესამე მოხსენებას ჩვენ მოვისმენთ ქალბატონი ნელი კორკოტაძის მხრიდან გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელიც წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების ინსპექტირების შედეგებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დაკვირვების პერიოდის განმავლობაში, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბოლო საკომიტეტო მოსმენის შემდეგ დღემდე როგორი არის მდგომარეობა. მეოთხე საკითხად გვაქვს წარმოდგენილი ასევე ძალიან საინტერესო საკითხი. მოგეხსენებათ ჩვენ წინა კვირას პარლამენტის სესიაზე დავამტკიცეთ სრულებები გრანტების კანონში, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის განვითარების ფონდს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ იყოს გრანტის მიმღები და გამცემი ისეთი მიმართულებით, როგორიც არის კლიმატთან ადაპტაცია და კლიმატის შერბილება. შესაბამისად, საინტერესო იქნება მოვისმინოთ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის ლევან მოსახლიშვილის მოხსენება, რომელიც მოგვახსენებს ზუსტად იმ პროექტების შესახებ, რომლის დაფინანსება იგეგმება მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის განვითარების ფონდმა უკვე გაიარა აკრედიტაცია კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდის მხრიდან. მინდა მივესალმო გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებს, მინდა მივესალმო ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, ბატონ ლევან ბატონ ლადო ძნელაძეს და ასევე მინდა დიდი პატივისცემით მივესალმო ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, რომელიც ყოველთვის აქტიურად არის ჩართული კომიტეტ და საკომიტეტო მუშაობაში. თუ რაიმე კითხვები არა გვაქვს დღის წესრიგთან დაკავშირებით, მინდა გთხოვოთ, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. ახლა მინდა პირველ მოხსენებას ქალბატონ ნინოს თხოვო მობრძანდეს. საიდანაც გნებავთ ქალბატონ ნინო? ალბათ ტრიბუნასთან ჯობია. ეს ლეპტოპი რო დავკეტოთ. მოგესალმებით, მადლობას გიხდით ჩვენი ქალაქისთვის კიდევ ერთხელ რომ გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მიმართულებით სამწუხაროდ გამოწვევად რჩება და ვაფასებთ ყველა იმ შეხვედრას, რომელიც ქალაქისთვის ამ საკითხის მოგვარებისკენ იქნება მიმართული. მადლობა ქალბატონო მაია, კომიტეტის წევრებს მადლობას ვუხდი იმ მხარდაჭერისთვის, რასაც 2020 წლიდან ვგრძნობთ ჩვენი ქალაქი და ვხედავთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რაც ხორციელდება. და რა თქმა უნდა, ადგილობრივ დონეზეც მუნიციპალიტეტი ძალიან აქტიურად ვართ ჩართული, რომ ჩვენი გამოწვევა დაიძლიოს და გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც თითოეულ რუსთაველს აგრძნობინებს, რომ სუფთა გარემოში ზრდიან შვილებს ცხოვრობენ. რამდენი პროექტიც არ უნდა გავაკეთოთ, რაც სიახლეებიც არ უნდა შევიტანოთ, ჯანმრთელობა არის ნომერ პირველი, რაც ძალიან კარგად გვესმის და
არ ვჩერდებით. მოკლედ მე არ მოვყვები 2020 წლიდან ბევრჯერ გვისაუბრია მათ შორის კომიტეტზე და მოხსენებები გქონია ამ საკითხებზე. შევაჯამებ 2026 წელს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. რა აქცენტები გავაკეთეთ და რაზე ვმუშაობთ ამ წელს და რა გეგმები გვაქვს. პირველი დავიწყეთ სამინისტროსთან და აქვე სამინისტროსაც მინდა მადლობა უთხრა. იმის მიუხედავად, რომ გქონდა აგლომერაციული გეგმა, ჰაერის მართვის გეგმის, ჰაერის მართვის ხარისხის გაუმჯობესების, რომელიც თბილის, გარდაბანს და რუსთავის გარშემო ქალაქებს მოიცავდა, ინდივიდუალური გეგმაც შემუშავებულია, ხელი მოვაწერეთ და კიდევ უფრო დეტალურად ვაგრძელებთ მუშაობას. რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, წელს აქცენტი გავაკეთეთ ჭალისწყლის განვითარებაზე, რაც მომავალში ქალაქის ფილტვები იქნება და აუცილებლად ძალიან დიდ და სწორ გავლენას მოახდენს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ჭალისწყლის პროექტი სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ და შვედეთის მთავრობასთან ერთად, სადაც უკვე პირველი მთავარი ნაბიჯები გადადგმულია 5,000-მდე ხე დავრგეთ წელს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მთელი ქალაქის ჩართულობით მოხდა და დაახლოებით 6,000 ადამიანი იყო გაწევრიანებული იმ აქციებში, რომელსაც ამზაფხულს ვატარებდით და ესეც მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა ჩართულობა უზრუნველყოთ. აქტიურად მიდის სამუშაოები და ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გზების მოწყობასთან დაკავშირებით, საგზაო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. წელს აქცენტს გავაკეთებთ ასევე საწარმოო ზონის მიმდებარე გზებთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის კვლევებშიც ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად იდგა. საწარმოო ზონებში ქარის დროს განსაკუთრებით ძალიან დიდია გაბრქვევა და ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ. და ასევე შიდა საქალაქო მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობაც ძალიან აქტიურ ფაზაშია. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ამასთან ერთად მაინც რჩება გამოწვევა და ჩემი მოხსენების ბოლოს მექნება კითხვა სამინისტროსთანაც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველებს გქონდეთ პასუხი იმ ღონისძიებების შემდეგ, რომელსაც ჩვენ მუნიციპალიტეტი სამინისტროსთან ერთად ვაკეთებთ, გვექნება თუ არა შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, რუსთავი დაბინძურებული და ეკოლოგიური პრობლემიდან გადავიდა მწვანე ქალაქის სტატუსით, რაც ჩვენი მთავარი მიზანია წლების განმავლობაში რაღაცნაირად ჩვენ ვალდებულებებს თითქოს ვასრულებთ, მაგრამ შედეგი იმ დონით არ გვაქვს, რა დონითაც თამამად ვიტყვით, რომ რუსთავი მწვანე ქალაქია. გავაგრძელებ ერთ-ერთი ჩვენი ვალდებულება იყო სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, აქცენტი გავაკეთეთ მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგებაზე. დღეს ევრო 5, ევრო 6 სტანდარტის ავტობუსებია, როგორც შიდა მუნიციპალური, ასევე საქალაქთაშორისო, რუსთავი თბილისის მიმართულებით და ამ კუთხით ერთი ეტაპი გამოწვევის თითქოს დავძლიეთ, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას. მომავალი არის ელექტროავტობუსები და აქაც პრემიერთან და მთავრობასთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობთ. რუსთავის რელიეფი, ქალაქის მდებარეობა გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ამბიციური გეგმაც განვახორციელოთ, რაც თავისთავად ძალიან დიდ და კარგ გავლენას იქონიებს უკვე ქალაქის შიდა ტრანსპორტის გამოცვლა ჩვენს ეკოლოგიაზე. დღეს გვაქვს უკვე შესაძლებლობა მდგრად განვითარებაზე ვიზრუნოთ ქალაქში და რამდენიმე მიმართულება გვაქვს შერჩეული, ეს არის ტექნიკური წყლით მომარაგება ქალაქის, გაიზარდა მოსავლელი არეალები ბოლო პერიოდში აქტიურმა ჩვენმა მუშაობამ, გაზარდა ის მწვანე ზონები, რომელიც დღეს საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ხარს ეფექტურობაზე გვაქვს გარკვეული ხედვა და გეგმა, როგორ შეიძლება შევამციროთ დანახარჯები და ისე მოუაროთ ჩვენ მწვანე სივრცეებს. ტექნიკურ წყალზე გვაქვს ფრაგმენტული ნაწილი ქალაქის, რომელიც ტექნიკური მტკვრის წყლით მარაგდება, თუმცა ვფიქრობთ, რომ სავსებით შესაძლებელია ძალიან მალე რუსთავი იყოს ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელიც სრულად 100%-ით მომარაგდება ტექნიკური წყლით. ასევე მეორე მთავარი მიმართულება
ხდება. ჩვენ მუდმივი პროცესი გვექნება ქალაქის გამწვანების და ვფიქრობთ, რომ სანერგემეურნეობის განვითარება, რაც აქამდე არ იყო ქალაქს აეხმარება წლების შემდეგ ძალიან დიდ შეღავათს მისცემს და აქტიურად დავიწყეთ სანერგემეურნეობის განვითარება. წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი კარგი შედეგი გვაქვს 6000 ხელმცენარე უკვე ჩვენით შევძელით რომ გამოგვეყვანა, ასევე სასათბურე მეურნეობას ვავითარებთ და ქალაქს ექნება თავისი რესურსი, ესეც მდგრადი განვითარებისთვის და ხარჯთეფექტურობისთვის ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ყველა ის დიდი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქში კეთდება, ეს იქნება სპორტის სასახლე, სტადიონი, სპორტული სივრცეები თუ რეკრეაციული სივრცეები, რა თქმა უნდა, მომავალში გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ამაზეც ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, რომ ქალაქმა აწიოს შემდეგ მოვლა-პატრონობა შეძლოს იმ ობიექტების და მწვანე სივრცეების, რომელიც ერთჯერადად შეიძლება მთავრობის ფონდებიდან ფინანსდება, თუმცა ადგილობრივ დონეზე საკუთარი შემოსავლების გაზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ყველაფრის მოვლა-პატრონობა შევძლოთ. ჩემ ალბათ მოვისმენთ სამინისტროს მოხსენებას იმის მიუხედავად, რომ მართლაც უპრეცედენტო პროექტები ხორციელდება დღეს რუსთავში და დაგეგმილი გვაქვს როგორც ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ისევე ახალი პარკების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბაღებში და სკოლებში ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს ბაღის და სკოლის ტერიტორიაზე არსებული მწვანე სივრცეების ბავშვებისთვის უფრო მეტად გამოყენებას. ვფიქრობთ, ესეც მნიშვნელოვანი პროექტი იქნება და ჩვენი მიზანია, რომ 2026 წლიდან დავიწყოთ და კარგი მაგალითი ვაჩვენოთ. ხშირად ვამბობთ ხოლმე ჩვენ გუნდში, როდესაც ბავშვი მთელ დღეს ატარებს სკოლაში და ბაღში, იქ სამწუხაროდ 5000-6000 კვადრატული მეტრი აქვს თითო სკოლას და ბაღს არეალი სკოლის გარშემო და არ არის დატვირთული სათანადოდ მწვანე ნარგავებით. ვფიქრობთ, რომ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით რუსთავს კარგი ნაბიჯები ექნება უახლოეს პერიოდში. მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად დავიწყეთ პირველი პროექტი და აქვე მადლობა მინდა უთხრა მინისტრს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს მუნიციპალიტეტებისთვის, არამედ მათ დაიწყეს ახალი პროექტი, ეს არის ახალი ხენარგავების დახმარება და ჩვენ რუსთავის შესასვლელი სულ რამდენიმე დღის უკან გავამწვანეთ, მათ შორის რეკომენდაცია გვქონდა ჰაერის მართვის გეგმაში, რომ ქარის დამცავი სპეციალური ბარიერი უნდა მოწყობილიყო და ამის ფინანსური შესაძლებლობა ქალაქს არ ჰქონდა და ძალიან მიხარია, რომ მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა სწორედ ამ მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა. და ბოლოს ვიტყვი იმას, რომ მე ვფიქრობ, რომ დამატებით მუნიციპალიტეტთან ერთად და მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად იმ ინფრასტრუქტურასთან ერთად, რომელსაც დღეს ქალაქში ძალიან აქტიურად ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ საწარმოებთან უფრო აქტიური მუშაობა და ჩემი კითხვაც და ჩემი თხოვნაც ალბათ როგორც რუსთაველის, როგორც რუსთაველების წარმომადგენლის შეეხება იმას, რომ ის გეგმა, რომელიც ჩვენ დღეს ქალაქში გვაქვს და გუნდმა შევიმუშავეთ გეგმა 2026-2030 წლების ქალაქის განვითარების, რომელიც საკმაოდ ამბიციურ პროექტებს მოიცავს. ამ პროექტებით ჩვენ რეალურად დავასრულებთ ქალაქში მწვანე სივრცეების მოწესრიგებას, გზების მოწესრიგებას, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ჰაერში ის მავნე ნივთიერებები, რომელიც გაიფრქვევა, რა თქმა უნდა, ამით ეს პრობლემა არ მოგვარდება. და ხომ არ იქნება ისე, რომ მუნიციპალიტეტი ამ ვალდებულებას სამინისტროებთან ერთად შეასრულებს და დაგვრჩება ისევ პრობლემად, რომელიც საწარმოებიდან მომდინარეობს და რეალურად წყარო არის ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც მათ შორის ჩვენი მუნიციპალური ინსპექციის მეშვეობითაც ადგილზე ვნახულობთ ხოლმე მუნიციპალიტეტი. მე ვისურვებდი და გთხოვდით და ამ კომიტეტს გამოვიყენებდი კიდევ ერთხელ იმ შესაძლებლობისთვის, რომ მეთხოვა საწარმოებთან 2020-ის შემდეგ კიდევ
ალბათ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საპარლამენტო გუნდის მხრიდან იქნება აუცილებელი, რომ იმ ინფრასტრუქტურას, იმ კეთილდღეობას, იმ განვითარებას, რაც დღეს ჩვენს ქალაქში ხდება, მოყვეს რეალური შედეგი და მათ შორის საწარმოებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ ქალაქის წინაშე მოაწესრიგონ ყველა ის მიმართულება რაც რეალურად დღეს რუსთავს უქმნის პრობლემას და საფრთხეშია როგორც მოსახლეობა, ასევე გარკვეული არეალები, რომლის აღდგენაც არ ვიცი რამდენად შესაძლებელი იქნება. ჩემი კითხვაც სამინისტროსთან სწორედ ეს იქნება ჩვენი ვალდებულებების შესრულების შემდეგ. შევძლებთ თუ არა, რომ თქვათ რუსთავის ეკოლოგიური პრობლემა არის დაძლეული. სულ ეს იყო, თუ კითხვები იქნება, შემიძლია რომ. დიდი მადლობა ქალბატონინოს საინტერესო მოხსენებისთვის. კითხვები ხომ არ არის ქალბატონინოსთან? დიახ, ბატონო ილია. მოგესალმებით, ქალბატონინო. დიდი მადლობა. მინდა ხაზი გაუსვა, რომ რუსთავი ნამდვილად ბევრ პროექტში სამაგალითოა და საერთოდ რუსთაველები გამოირჩევიან თავისი ქალაქის მიმართ ძალიან ერთგულებით, ერთად ჩართულობით ამა თუ იმ პროექტში და თქვენ ამას დღესაც ხაზი გაუსვით, რომ უყვართ თავის ქალაქი. ნამდვილად და ამაზე პასუხისმგებლობას იღებენ. ერთი მიმართულება მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ და გაქვთ თუ არა ამ მიმართულებით პროექტი ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით, თუ არის რამე ესეთი მიმართულება და ქალაქში თუ არის მოწყობილი ელექტრო და სამუხტი აპარატები, რომლებიც მანქანების და სხვადასხვა ტრანსპორტისთვის გამოიყენება. დიდი მადლობა. მადლობა კითხვისთვის და ნამდვილად დავადასტურებ, რომ ძალიან გვიყვარს და ეს ის საკითხია ჯანმრთელობა, რომელიც თითოეულ რუსთაველს აერთიანებს და ალბათ იმიტომ ვართ რაღაცნაირად ერთსულოვნები ამ საკითხთან მიმართებაში. რაც შეეხება მეორე კითხვიდან დავიწყებ ელექტროდამტენებზე, ჩვენ 2021-ში მუნიციპალურ დონეზე მივიღეთ გადაწყვეტილება და ნებართვის გაცემის დროს სამშენებლო ნებართვას გულისხმობ, ვალდებულება აქვს კომპანიას, სამშენებლო კომპანიას, რომ ელექტროდამტენები უზრუნველყოს, სულ ახლახან საკრებულოზე გავიტანეთ ასევე მიწის ნაკვეთები, პატარ-პატარა ნაკვეთებს გულისხმობ, წერტილები, რომლითაც უკვე არსებულ საპარკინგის სისტემაზე, რომელიც ეხლა მოწყობის პროცესია, რუსთავში არ გვქონდა საპარკინგის სისტემა და ახლა ვამუშავებთ სატრანსპორტო გეგმას, რომელიც თავისთავად მოიცავს ელექტრომანქანების ხელშეწყობას და უახლოეს პერიოდში უკვე გვექნება გამოცხადებული აუქციონი, სადაც რამდენიმე კომპანია მიიღებს მონაწილეობას და დაინტერესდება იმედია რუსთავით, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო გახდა როგორც დეველოპერებისთვის, ასევე ახალი მიდგომებისთვის. რაც შეეხება მეორე საკითხს, მეორე საკითხი იყო ნაგავსაყრელთან დაკავშირებით ჩვენ 2021-ში სამინისტროსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს ჩვენ ნარჩენს რეალურად თბილისი იღებს, თბილისის ლილოს ნაგავსაყრელზე შეგვაქვს, რაც თავისთავად არის დამატებითი ხარჯი ჩვენთვის, როგორც გზა, ასევე გადასახადის ნაწილი და სამინისტროსთან ერთად, მათ შორის გუბერნიასთან ერთად რეგიონულ ჭრილში განიხილება რამდენიმე მოდელი, რომელშიც მოიაზრება რუსთავი. ინდივიდუალურად გქონდა შეხვედრები გარკვეულ ჯგუფებთან, დონორებთან, სადაც გავდიოდით ნაგავსაყრელის არსებობას რუსთავის მიმდებარედ მხოლოდ რუსთავის ნაწილში, რაც არ აღმოჩნდა ეფექტური და ამას ცოტა ხანი დავანებეთ თავი, თუმცა რეგიონულ ჭრილში ალბათ ქვემო ქართლის მასშტაბით რუსთავიც იქნება გათვალისწინებული. ამ ეტაპზე ჩვენი ნარჩენი გვაქვს თბილისის. სამინისტრო მუშაობს ამაზე, როგორც ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე შეხვედრა მათთან მქონდა. ვფიქრობ, რომ გადამამუშავებელი უკვე 21 საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, როდესაც რუსთავის მოდელს ვამუშავებდით, იქ საუბარი იყო გადამუშავებაზე და მეორედ გამოყენებაზე და ასე შემდეგ და მათ შორის, რომ მუნიციპალიტეტს მიიღოს სარგებელი აქედან ფინანსური და არა იქით გადაეხადა თანხა. ხავთ ქალბატონ გრეტა.
მოგესალმებით. ქალბატონი ნინო განსაკუთრებით როგორც მერი კი არა სანამ მერი გახდებოდა და პარლამენტში იყო ყოველთვის იყო გულშემატკივარი და სულაც არ არის გასაკვირი რომ ამ ემოციით აგრძელებს რუსთავის და რუსთაველების მხარდაჭერას. მე მაინტერესებს მე წლების წინ კიდევ ვიყავ გამწვანების აქციები იყო რუსთავში და თქვენი უშუალო ჩართულობით და ეხლა რაც გააშხერეთ რომ სანერგე მეურნეობა არის ძალიან მისასალმებელია. უბრალოდ მაინტერესებს ეს 6000 ენერგი უფრო ბაღები და სკოლები მნიშვნელოვანი არის რომ გამწვანებული იყოს და ბავშვებს კონდეთ მწვანე სივრცე და აქ თუ არ არის მიმართული თუ სადაც საჭიროება და ლოგიკაც არის ესე იქნება გადანაწილებული. რუსთავს გაწერილი გვაქვს კონკრეტული გეგმა 2026 წლის თუ რა გვინდა წელს რომ მივიღოთ გამწვანებისგან. გარკვეული ნაწილი დაკავშირებულია სამინისტროსთან და ერთობლივი ხედვა გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ასევე გვაქვს ჩვენი შიდა გეგმა. მე ვახსენე სკოლები და ბაღები და მართლაც როგორც მშობელი ალბათ, როგორც რიგითი ადამიანი, რომ წარმოიდგენ რომ ბავშვი მთელ დღეს ატარებს სკოლაში და ბაღში, სადაც არ გაქვს ისეთი სიმწვანე, როგორც შეიძლება პარკებში, სკვერებში კონდეს. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ის სკოლები და ბაღები ისე გავამწვანოთ, როგორც კარგი პარკი ან სკვერი გამოიყურება, რომ იმ სივრცეებში, სადაც ბავშვი დილიდან საღამომდე, ასევე იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. სანერგე მეურნეობის განვითარება რეალურად მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარეა, ძირითადად ეს აუთსორსია ხოლმე გატანილი და კომპანიებისგან ხდება შესყიდვა. თუმცა ჩვენი არსებული ბიუჯეტიდან გამომდინარე ვიფიქრეთ, რომ რატომაც არა ქალაქს თავისი საკუთარი რესურსი კონდეს. ქალაქიდან ოდნავ მოშორებით, ასევე ჭალის ტერიტორიებია საკმაოდ კარგი კლიმატური ადგილია და მიკროკლიმატია იქ შექმნილი იმისთვის, რომ სანერგე მეურნეობა განვითარდეს. დავიწყეთ 3 წლის უკან და წელს უკვე გარკვეული შედეგები გვაქვს, გადავამზადეთ თანამშრომლები, ასევე თანამშრომლობთ პროფესიული განათლების ცენტრებთან და რუსთავმა წაახალისა მებაღეობის მიმართულება ჩვენ ადამიანებს, რომლებიც პროფესიულ განათლებას ამ კუთხით დაეუფლებიან დამატებით სწავლის პერიოდში უხდით თანხას, რომ ეს იყოს დამატებითი мотиваცია. კი, ახალი პროგრამა, რომელიც უშუალოდ მორგებულია მუნიციპალურ საჭიროებებს, ნახეთ რომ პროფესიონალი მებაღეები ვერ აყვავდა და პრობლემა იყო ამ მიმართულებით. მოკლედ ძალიან კომპლექსურად მუშაობთ და ეს არ არის მხოლოდ რაღაც ერთი მიმართულება, ძალიან ვცდილობთ რომ გამწვანების მიმართულება იყოს მდგრად და განვითარებული და არ იყოს მხოლოდ ერთი კომპონენტით. პროფესიულ სასწავლებელთან გვაქვს მემორანდუმი და როგორც მოგახსენეთ, ვინც დაინტერესდება და იწყებს სწავლას, რუსთავის მერია უხდის სტიპენდიას იმისთვის, რომ წავახალისოთ მებაღეობა. სულ 3 პროფესია გვაქვს, ეს არის ლიფტის მემანქანე, რომელიც ასევე პრობლემური პროფესიაა და დეფიციტურია. მესამე პროფესია არის ბაღში აღმზრდელები და დღეს ყველას გონია რომ ბაღში მარტივია დასაქმება და ყველა შეუძლია ბავშვი აღზარდოს. 3 პროფესია გვაქვს არჩეული, ეს 3 პროფესია მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვიურად ხალისდება გარკვეული ფინანსური დანამატით, რამაც ძალიან კარგ შედეგებზე გაგვიყვანა და დღეს ძალიან დიდია დაინტერესება პროფესიული მიმართულებით ამ 3 პროგრამაზე. ნამდვილად სამაგალითო პროექტებია და ვფიქრობ, რომ სხვა მუნიციპალიტეტებშიც, არა მარტო რუსთავში და აღმოსავლეთ საქართველოში, ალბათ დასავლეთ საქართველოშიც მსგავსი პროექტები მაგალითად უნდა აიღოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმა და ესეთი წარმატებული ყველა წამოწყება აუცილებლად ხელი უნდა შეუწყოთ ყველამ იმას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა იმ ქალაქში, რომელშიც ესეთი პროექტები და დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვანია გამწვანების მებაღეობა და ასე შემდეგ, ეხლა თქვენ რაც ჩამოთვალეთ, განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობაც უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ამ გამოცდილების გაზიარებაზეც თუ ვიფიქრებთ რაღაცა მოდელის მოწყობაზე, რომ სხვა მუნიციპალიტეტებს შეეძლოთ ამ გამოცდილების გაზიარება, შესწავლა და რაღაცა პრაქტიკის მიღება. დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მუნიციპალიტეტებშიც ხორციელდება მსგავსი. ჩვენ უბრალოდ დავაიდენტიფიცირეთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენს ქალაქს სჭირდებოდა 3 სპეციალობა, რომელიც დეფიციტური იყო, რომელზეც ინტერესი ნაკლები იყო პროფესიული მიმართულებით. შეიძლება 3-4 წლის შემდეგ იმდენი მებაღე გვყავდეს, რომ ამის საჭიროება აღარ დადგეს. ახლა კიდევ მუშაობთ ერთ პროფესიაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია.
დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მუნიციპალიტეტებშიც თავისი საჭიროებიდან გამომდინარე ალბათ ამ მიმართულებებზე მუშაობენ. კითხვები ხომ არ არის კიდე? კითხვები არ არის. ქალტონინოს ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა და მათ შორის მადლობა მინდა უთხრა იმისთვის, რომ რეალურად პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს, რომ ასე ვთქვათ, რუსთავის გარემოსდაცვის მიმართულება იქნეს გაძლიერებული. ამასთან ქალბატონინო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ასე ვთქვათ, პრაქტიკაში გამოიყენა ის მთავრობის დადგენილება, რომელიც კომიტეტთან მუშაობით იქნა შემუშავებული. შეგახსენებთ, რომ სადღაც 3 წლის წინ თუ 2 წლის წინ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ხელმცენარეების ჩამონათვალი რეგიონების მიხედვით და ასევე სტანდარტები, თუ როგორი უნდა იყოს ის ხელმცენარეები, რომელსაც ასე ვთქვათ, დარგავს ან მუნიციპალიტეტი, ან სახელმწიფო სტრუქტურა და მათ შორის სწორედ ეს ის ნარგავებია, რომლებიც ასევე ინტეგრირებული უნდა იყოს გამწვანების პროექტში, რომელიც თქვენ გახსოვთ, რომ 2019 წლიდან დაინტეგრირდა მშენებლობის ნებართვაში თბილისში, ხოლო 3 წლის წინ ჩვენ პარლამენტმა ცვლილებები შევიტანეთ კანონმდებლობაში და როგორც გერგეს დამუშავების დროს, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს სავალდებულო გავხადეთ გამწვანების პროექტი. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკაში ხდება გამოიყენება უკვე ეს მთავრობის დადგენილება და მთავარი სპეციფიკა, რაც ამ დადგენილების არის ის, რომ ის არის შემუშავებული თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რაც ერთის მხრივ აადვილებს შემდგომ უკვე სცენარების მოვლა პატრონობას. და მათი გახარების კოეფიციენტი არის ისეთივე მაღალი, როგორიც ეს გვაქვს დედაქალაქში, ეს პრაქტიკა თვალნათელია უკვე და მინდა ვისურვო, რომ ასე ვთქვათ, სულ უფრო მეტად იქნეს გამოყენებული ეს სტანდარტები, თუნდაც აი სკოლების და ბაღების გამწვანების კომპონენტი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მართლა ეზოები რომ გამოიყენონ ბავშვებმა ამისთვის ჩვენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე აუცილებელია გამწვანება იყოს ადგილს. მადლობით დავასრულებ მეც დაგეთანხმებით ქალბატონ მაიამ, მნიშვნელოვანია ჩვენ ხშირად არ გვაქვს შესაბამისი ცოდნა, სწორედ ამ ტიპის დოკუმენტები გვეხმარება მუნიციპალიტეტს, მათ შორის ჩვენი სანერგემეურნეობაც ამ დოკუმენტზე დაყრდნობით განმავითარეთ. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ, ჩვენ მარტო მუნიციპალიტეტს ნამდვილად არაფერი არ გამოგვივა, თუ არა საპარლამენტო სამთავრობო გუნდის მხარდაჭერა, როგორც ცოდნის გაზიარების კუთხით, ასევე ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანია და ის ფონდიც, რომელიც დღეს ჩვენ სამინისტროს მხრიდან გვეხმარება ჭალისწყლის აღდგენაზე, ასევე ამ ფონდის მეშვეობით ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ. მადლობა, რომ რუსთავს დაუთმეთ დრო და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი შეხვედრა და ანგარიში კიდევ უფრო მასშტაბური და კიდევ უფრო მეტ კარგ სიახლეს ვიტყვით ჩვენს ეკოლოგიაზე. დიდი მადლობა ქალბატონინო. ახლა მინდა ქალბატონ მარინა არაბიძეს ვთხოვო, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს. ქალბატონ მარინა, როგორც უკვე ვთქვით, წარმოადგენს პრეზენტაციას, რომელიც რუსთავის ჰაერის მონიტორინგის შედეგებს შეეხება და პირველ რიგში ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ქალბატონ მარინასგან მოვისმინოთ ინფორმაცია, გვაქვს თუ არა რაიმე კუთხით გაუმჯობესება ან რა რჩება კვლავ კრიტიკულ გამოწვევად. გთხოვთ ქალბატონ მარინა. მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ, გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, მონიტორინგი ხორციელდება ქალაქ რუსთავშიც. თქვენ ალბათ გემახსოვრებათ, რომ ჩვენ წინა მოსმენა გქონდა და პრეზენტაცია და ბოლო შედეგები წარმოგიდგინეთ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს. შესაბამისად, დღევანდელ პრეზენტაციაში ჩვენ გვექნება კიდევ განახლებული ინფორმაცია ამ პერიოდის შემდეგ, რა შეფასებები გაკეთდა და როგორია ატმოსფერული ჰაერის ხარისხი ქალაქ რუსთავში, როგორც ავტომატური სადგურების შედეგებზე დაყრდნობით, ასევე ინდიკატორ
ფაქტორული გაზომვების შედეგებზე დაყრდნობით და ასევე წარმოგიდგენთ ახალ სადგურს, რაზეც ჩვენ ოქტომბერში ვისაუბრეთ თაზაკენში და ბუნებრივია გაგიზიარებთ სამომავლო გეგმები, რა გვაქვს მონიტორინგის გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი ქსელი შეიძლება ითქვას, რომ ქალაქ რუსთავში დღეს აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მოთხოვნებს. ეს სადგურები, რომლებიც განთავსებულია ქალაქ რუსთავში, არის როგორც ძველ და ახალ რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე ჯერ კიდევ 2019 წელს ამოქმედ და 23 წელს ამოქმედ და მეგობრობის გამზირზე და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს სადგური განთავსებულია საჯარო სკოლის ეზოში. სწორედ ეს იყო ჩვენთვისაც ახალი გამოცდილება. ჩვენ ახლა გვაქვს რამდენიმე სადგური საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, როდესაც სკოლის ეზოშია განთავსებული და ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს. სადგურებზე უწყვეტ რეჟიმში ისაზღვრება ატმოსფერულ ჰაერში სხვადასხვა ნივთიერებების კონცენტრაციები, როგორც არის მყარი ნაწილაკები, აზოტის ოქსიდები, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირბადის მონოქსიდი და ოზონი. შეფასებასთან დაკავშირებით, ძალიან ასე ვთქვათ, ამ სლაიდზე გვაქვს წარმოდგენილი ბოლო შედეგები. ესე იგი, ჩვენ ვსჯელობთ PM10-ის ამ შემთხვევაში ამ სლაიდზე თქვენ ხედავთ მყარი ნაწილაკების საშუალო წლიურ კონცენტრაციას. გვაქვს ზღვრულად დასაშვები ნორმა, რაც შეადგენს 40 მიკროგრამს მეტრ კუბზე და თქვენ ხედავთ წითელი ხაზით არის მონიშნული ეს ნორმა და ხედავთ ბოლო წლების მონაცემებს. თქვენ როგორც ხედავთ, აქ უკვე ჩვენ დავამატეთ წინა პრეზენტაციაში, ჩვენ მქონდა 24 წელი შეჯამებული, ახლა დაემატა 25 წლის შეფასება უკვე გაკეთებული და ალბათ მიაქცევთ ყურადღებას, რომ ბოლო წელს 24-თან შედარებით არის მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ატმოსფერულ ჰაერში. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მეორე გრაფიკი, რომელსაც ამავე სლაიდზე ხედავთ. ეს არის უკვე 24 საათიანი ნორმაზე გადაჭარბებული დღეების რაოდენობა და რას გვაძლევს ეს სლაიდი. სამწუხაროდ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, პერიოდულად ჩვენი ტერიტორია ექცევა ტრანსასაზღვრო დაბინძურების არეალში, რაც გულისხმობს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გადმოტანას საქართველოს ტერიტორიაზე, რაც სწორედ ამ მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების მატებაში აისახება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკავშირდებით გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტს და როდესაც გვიდასტურებენ, რომ ეხლა არის შექმნილი ისეთი სინოპტიკური სიტუაცია, რომ ნამდვილად ხდება უდაბნო და მტვრის მასების გადმოტანა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ აი ამ კონკრეტულ დღეს მომატებული მყარი ნაწილაკები, რა თქმა უნდა, არა მარტო რუსთავის, არამედ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გვიფიქსირდება, არის დაკავშირებული ამ ტრანსასაზღვრო დაბინძურებასთან. თუმცა აქვე ხედავთ თქვენ ქვემოთ პირველი უფრო მუქი რაც არის მონიშნული, ეს არის გადაჭარბებული იყო ამ დღეებში კონცენტრაციები, მაგრამ ეს იყო ადგილობრივი, ასე ვთქვათ, მიზეზით და აქ ხედავთ, რომ ბოლო წელს ახლა იმასთან შედარებით, ვიდრე წინა წელს ჰქონდა, ხო, ხედავთ 34 დღე და გასულ წელს 36 დღე იყო მხოლოდ ადგილობრივი მიზეზით, თუმცა აქვე ვიტყვი ნორმატივი უშვებს, რომ წლის მანძილზე დასაშვებია 35 დღე აღემატებოდეს, ასე ვთქვათ, გარკვეული მიზეზების გამო PM10-ის კონცენტრაცია, მაინც ხედავთ, რომ 25 წელს უდიდესი წვლილი მიუძღვნის აი ამ სინოპტიკურ სიტუაციას. ანუ 114 დღე იყო განსაკუთრებით ალბათ ვფიქრობ ყველას ემახსოვრება მძიმე იყო ნოემბერი, დეკემბერი, როდესაც ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა ეს შემოჭრის მომენტი, ვიზუალურადაც კი იყო უკვე ძალიან ასე ვთქვათ თითქმის მთელ საქართველოს ტერიტორია მოიცვა და აი ეს დღეები ბუნებრივია რომ აისახა ჩვენი მონიტორინგის შედეგებში. ანუ გვაქვს ჯამურად როგორ აღემატებოდა ნორმას PM10-ის კონცენტრაცია, მაგრამ აქვე გვაქვს ანალიზი და შეფასება რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები. ალბათ საინტერესო იქნება ჩვენ წლიურ ჭრილში ვსჯელობთ, მაგრამ დღეის მდგომარეობით რაც შემიძლია ვთქვა 26 წელთან დაკავშირებით მაინც დამაიმედებელია რომ ადგილობრივი გადაჭარბება ამ 6 თვის მიხედვით, ეხლა ჯერჯერობით შემიძლია გითხრათ არის მხოლოდ 8, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ველოდებით წლის
დასრულებას, რომ შემდეგ უკვე მოგაწოდოთ ზუსტად უკვე შეჯამებული ინფორმაცია. თუმცა ზოგადად ასევე შეიძლება ითქვას, რომ თუ აკვირდებით ჰაერის ხარისხის პორტალს, იმასთან დაკავშირებით, რომ ასევე ქონდა მეტეოროლოგიური პირობები გაზაფხულის პერიოდში, ესეთი რომ იყო ძალიან წვიმიანი და ასე ვთქვათ, ნიავდებოდა, შედარებით ველოდებით იმედია ესე იქნება უკეთეს, ასე ვთქვათ, მდგომარეობას საერთოდ ზოგადად ყველგან, იმიტომ რომ ზოგადად ჰაერის დაბინძურება ძალიან არის დაკავშირებული ბუნებრივია ამ მეტეოროლოგიურ პირობებთან. ერთი არის რა გაფრქვევები გვაქვს და რა დაბინძურების წყაროები გვაქვს და მეორეა მნიშვნელოვანი ფაქტორი, ასევე როგორი მეტეოროლოგიური პირობები გვაქვს ამ კონკრეტულ სიტუაციაში. რაც შეეხება მეორე სადგურს, რომელზეც გვაქვს ახლა უკვე 2 წლის მონაცემი, რადგან როგორც მოგახსენეთ, მოგვიანებით არის გახსნილი, აქაც თქვენ ხედავთ იგივე მდგომარეობას, რომ გასულ წელს მატება გქონდა წინა წელთან შედარებით, მაგრამ იგივე სინოპტიკური პროცესებით გამოწვეული. იგივე შეიძლება ითქვას PM2 ნახევარზე, თქვენ ხედავთ აქაც ორივე სადგურზე არის ერთად გამოტანილი, აქ ნორმა არის 20 მიკროგრამი მეტრ კუბში და იგივე მიზეზებით არის მცირედი მატება უკვე 25 წელს, როგორც მოგახსენეთ. ჩვენ ცალკე უნდა შევჩერდეთ აუცილებლად გარდა იმ დამაბინძურებლებისა, რომელზეც ვისაუბრე, მძიმე მეტალების და ბენზოპირენის მონიტორინგზე, რომელიც დაიწყო საქართველოში 21 წლის ბოლოდან და ეხლა დღეს ყველა სადგურზე ხორციელდება და ერთ-ერთი პირველი ბუნებრივია ჩვენ რუსთავიდან დავიწყეთ და დღემდე რაც მოკლედ ამ შემთხვევაში იცით როგორ ხდება, ეს არის ხელსაწყო, რომელზეც ხდება ფილტრებზე უწყვეტ რეჟიმში ჰაერის ნიმუშების აღება, შემდეგ ფილტრების ტრანსპორტირება ხდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც არის აკრედიტებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უკვე ლაბორატორიაში ფილტრებში ისაზღვრება, თქვენ ხედავთ აქ კადმიუმის, ნიკელის, ტყვიის, დარიშხანის და ბენზოპირენის შემცველობა და არც ერთი გადაჭარბების შემთხვევა არ დაფიქსირებულა და შეიძლება ითქვას, რომ ნორმაზეც გაცილებით ნაკლებია მათი შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში. მონიტორინგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის სადგურების გარდა ინდიკატორული გაზომვები, რაც გულისხმობს წელიწადში 4-ჯერ მარტში, ივნისში, სექტემბერსა და ნოემბერში ხდება აი ამ ინდიკატორული მილაკების განთავსება სხვადასხვა ლოკაციებზე, მათ შორის ქალაქ რუსთავში ხდება 6 ლოკაციაზე. აქაც მინდა აღვნიშნო, რომ ვატარებდით ასეთ ინდიკატორულ გაზომვებს 32 ქალაქში და მიმდინარე წელს კიდევ უფრო გავზარდეთ, არის და 48 ქალაქში ტარდება. რუსთავში 6 ლოკაციაზე ტარდება და აქ მნიშვნელოვანია ისაზღვრება აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის კონცენტრაციები და აი აქ გვაქვს წარმოდგენილი როგორი მდგომარეობა ინდიკატორული გაზომვების შედეგების მიხედვით. თქვენ ხედავთ 2 ლოკაცია იყო, რომელზეც მუდმივად წლების მანძილზე ასჭარბებდა ნორმას, ეს არის ეს სუპერმარკეტ ბადაგონთან არის ერთი და მეორე ეს კოსტავას ქუჩა, მაგრამ ეს აქვე ვიტყვი, რომ ეს აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია არის დაკავშირებული ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვთან, ამ ადგილებზე ბუნებრივია, ესე იგი იყო ეს პრობლემური და ჯერ კიდევ რჩება, როგორც ხედავთ, თუმცა 25 წელს ჩვენ ხედავთ კვლებას. ამ დროისთვის დასრულებულია 26 წლის პირველი ეტაპის შედეგები და იქაც წინასწარი მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ არის კლება, თუმცა დაველოდებით ბუნებრივია წლის დასრულებას 4-ვე ეტაპს და უკვე შემდეგ წარმოგიდგენთ მიმდინარე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. აქ ვმჯელობთ ახლა როგორ შეიძლება აი წინა წლებთან შედარებით უკვე დასრულებულ 25 წელზე ვისაუბროთ. შემდეგ სლაიდზე თქვენ ხედავთ ბენზოლის კონცენტრაციებს, ამ ინდიკატორულ ორ ადგილას ისაზღვრება ეს ინდიკატორული გაზომვები მეშვეობით. მიუხედავად იმისა, ეს ნორმას არ აჭარბებს, მაინც გამოვიტანეთ გრაფიკზე და ხედავთ აქაც წინა წელთან შედარებით 25 წელს არის კლების ტენდენცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონაცემი არის ონლაინ ხელმისაწვდომი ჩვენი ყველა მოქმედი სადგურიდან, ასევე ინდიკატორული გაზომვები, როგორც კი მთავრდება ეტაპი გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს შედეგები ძიდება. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
ხალხის პორტალზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს შედეგებს, ასევე აქ არის განთავსებული გარკვეულწილად საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვითი რეკომენდაციები და სხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაკავშირებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან. ცალკე სლაიდად ჩვენ გამოვიტანეთ ახალი სადგური სოფელ თაზაკენში. ალბათ გემახსოვრებათ, რომ როდესაც წარმოგიდგინეთ გასულ წელს ოქტომბერში პრეზენტაცია, ჩვენ სამომავლო გეგმებში გქონდა მითითებული, რომ იგეგმებოდა ახალი სადგურის გახსნა თაზაკენში. რატომ არის ახლა თაზაკენი მნიშვნელოვანი რუსთავისთვის? ახლა თქვენ ხედავთ აი რუსთავი აქ რუკაზე როგორც არის და თაზაკენდის ასე ვთქვათ სადგურს აქვე ვიტყვი რომ ეს სადგურის თაზაკენდის საჯარო სკოლის ეზოში გაიხსნა და არის საქართველოში პირველი ეგრეთ წოდებული სამრეწველო სადგური. ანუ თუ სადგურები კლასიფიცირდება ფონური ან საგზაო ორიენტაციაზე, ასე ვთქვათ, საგზაო მოძრაობაზე ორიენტირებული სადგურები და ეხლა რუსთავში ჩვენ გვაქვს ფონური სადგურები, ეს არის პირველი სამრეწველო სადგური. რას ნიშნავს, რომ ამ სადგურმა უნდა გვაჩვენოს ჰაერში დაბინძურების წილი, რაც შეიძლება მოდიოდეს ქალაქ რუსთავის სამრეწველო სექტორიდან მარტივად, რო ვთქვათ, ანუ აქ ისაზღვრება ქარის მიმართულების მიხედვით ხდება ამ ადგილის განსაზღვრა და სადგური გაიხსნა მხოლოდ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს. შესაბამისად, ჩვენ მონაცემები უკვე დაგროვდება, გაანალიზდება და გვექნება საშუალება ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, როგორ იცვლება ჰაერის ხარისხი უკვე არა მარტო ქალაქ რუსთავში ამ განხორციელებული ღონისძიებების ინსპექტირების შედეგად, არამედ მთლიანად დავინახოთ მისი წილი, როგორია ამ მთლიანად ამ რეგიონში ჰაერის ხარისხზე. ასე რომ ესეც ჩვენთვის სიახლე არის და საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, ბუნებრივია შემდეგ პრეზენტაციებში უკვე როდესაც დაგროვდება საკმაოდ უკვე მასალა, რა თქმა უნდა, ამასაც წარმოგიდგენთ და ძალიან მოკლედ რო შევეხოთ სამომავლო გეგმებს, ბუნებრივია ეს მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში ისევ გაგრძელდება სადგურების საშუალებით, ინდიკატორული გაზომვებით და მნიშვნელოვან სიახლეს გეგმავთ 2027 წლიდან გვექნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პროგნოზირების სისტემა. რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოსახლეობას მივაწოდოთ როგორც ამინდის პროგნოზია, ასევე ჰაერის ხარისხის პროგნოზი, წინ წრებით იცოდეს მოსახლეობამ, მაგალითად თუ ვინმე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მან წინასწარ იცოდეს, რომ ჰაერის ხარისხი უარესდება და ვთქვათ ისე დაგეგმოს თავისი საქმიანობა, რომ გარეაქტივობებს მოერიდოს და სხვა საქმიანობები შეზღუდოს. აი ეს არის ძალიან მოკლედ, რისი წარმოდგენაც შემეძლო კითხვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვარ და მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მარინა საინტერესო მოხსენებისთვის. კითხვები არის და მეც მაქვს ერთი კითხვა ბოლოს მეც დაგისვათ. ბატონ ლექსო იყო ჯერ, შემდეგ ბატონ ლექსო. მადლობა. ქალბატონ მარინა, ეს მონიტორინგის სადგურებიდან მიღებული ინფორმაციები გასაგებია. თქვენ დეპარტამენტში შედის ხო ის ვალდებულება, რაც ონლაინ თვითონ გაფრთხილების წყაროებზე რაც არის. და მაგაზე რომელი იმაში იგულისხმებოდა, მაგ ანალიტიკა? თქვენ გულისხმობთ, რომ სადგურებიდან მონაცემები სადგურები გასაგებია და ხო არის გაფრთხილების წყაროებზე უწყვეტი მონიტორინგის სისტემა ონლაინ, რაც საწარმოებსთან არის, ესე რა ქვია. აი თქვენთან არის, ხო? მაგრამ ინფორმაციას არ იღრის ქალბატონ მარინასთან? დიახ, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ. ზუსტად. ანუ სადგურები, რომლებიც განთავსებულია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მაგალითად ფონური სადგური ქვია, ხო? ანუ ფონური სადგური გულისხმობს იმას, რომ არ არის ერთი დამაბინძურებელი წყაროს ამსახველი. ის არის პირიქით, აი, სადაც ყველაფერი ასე ვთქვათ და ეს არის, ანუ აქ არ ხდება გამორჩევა, რომელი კონკრეტული დამაბინძურებელი იყო. ჩვენ ვამბობთ ჯამურად, რომ აი ამ ლოკაციაზე იყო ესეთი დაბინძურება და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ კონკრეტულ მეწარმეებთან. დიახ, კი ბატონო. კონკრეტად გთხოვთ. მოგესალმებით ქალბატონო მარინა. ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ზოგადად ჰაერის დაბინძურება გლობალური პრობლემაა და საქართველოში ხოლმე იჩენს თავს. მე მექნება ვინაიდან ჩვენს კომიტეტის ხდომას პირდაპირ ეთერში უყურებენ ჩვენი
მაყურებლები ჩვენი მოსახლეობა, ესე მარტივად მინდა რომ ჩამოვაყალიბოთ ჩემი კითხვა. თქვენ ახლა რუსთავთან დაკავშირებით ისაუბრეთ და ზოგადად საქართველოს მასშტაბით რამდენი არის ესეთი მონიტორინგის ავტომატური სადგური, იმიტომ რომ სპეციფიკაც განსხვავდება. ასევე მაინტერესებს რომ დედაქალაქში რამდენი არის და ეს მონიტორინგის 24 საათში ერთხელ ინფორმაციას აწვდით თუ ზოგადად რაღაც გროვდება ან ნალექიდან გამომდინარე არის ინფორმაცია მოსაგროვებელი სხვადასხვა ლოკაციაზე და ლოკაციას როგორ არჩევთ, იმიტომ რომ თქვენ აღნიშნეთ რომ სკოლასთან არის და ანუ სკოლა რამე სპეციფიკა, ვინაიდან უფრო ადამიანები, ბავშვები, მოზარდები რო ტრიალებენ, კონცენტრირება ხდება ადამიანების და ამიტომ არჩევთ სკოლასთან თუ სხვა ქალაქებში სხვა ლოკაციაზე არის და ახლა მაინტერესებს ბოლოს საქართველოში რა მდგომარეობა გვაქვს ზოგადად ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მიმართულებით. მადლობა. ბატონმა ილიამაც დასვას კითხვა და დიახ, ბატონო. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ქალბატონ გრეტას კითხვისგან შორს არ არის ჩემი კითხვა, მაინტერესებს რუსთავის ხელა ქალაქისთვის რამდენი სადგური არის მნიშვნელოვანი, რომ გქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია და თითო სადგურის მშენებლობა დაახლოებით რა ჯდება, რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული, ესეც საინტერესოა. აი, ჯერჯერობით ეს ორი კითხვა მქონდა. მადლობა. ბატონ ირაკლი შატაკიშვილს აქვს კითხვა, ჩავინიშნოთ ხო ქალბატონ მარინა და ერთად. ბატონ ირაკლი გთხოვთ. მოგესალმებით ყველას ქალბატონ მარინა, მე მაინტერესებს 2027 წლიდან ვგეგმავთო ამ ჰაერის ხარისხის პროგნოზირებას და ეს იქნება მხოლოდ ანუ ეკოლოგიური და გარემოს გამოწვეული პირობებიდან გამომდინარე და ამაზე დაყრდნობით თუ მათ შორისაა გათვალისწინებული იქნება ემისიები საწარმოო სექტორიდან. ანუ ამის პროგნოზირებასაც შეძლებთ, ეგ მაინტერესებს. მეც დავამატებ კითხვებს მეტი თუ არ არის. ქალბატონ მარინა, აი ტექნიკურად რაცაც მივხვდი ამ სლაიდებიდან, რაც მივხვდი რაც დავინახეთ არის რომ ანუ PM ნაწილაკების დაბინძურება მეტწილად იყო გარე ფაქტორებთან, ანუ ბუნებრივ ფაქტორებთან უფრო დაკავშირებული ვიდრე ადგილზე დაბინძურების ზრდასთან, მაგრამ ასევე რაც ვნახე სლაიდებზე არის რომ ადგილობრივი დაბინძურება თითქოს შემცირებულია, ხო არ მომჩვენებია. ანუ მაინც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რა იმ ღონისძიებებმა, რომელიც იქნა გატარებული, მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, შედეგები იქონია, ხომ არ შევცდარ ვარ. აი ახალ სადგურთან დაკავშირებით მეც მაქვს კითხვა, ანუ საწარმოო დაბინძურებას, ანუ რაიმე კონკრეტულ ნივთიერებებზე თუ ანუ რას გულისხმობს ეს საწარმოო, იმიტომ რომ ბევრი რამე შეიძლება იყოს საწარმოო დაბინძურებიდან გამომდინარე და კიდე ერთი კითხვა ბოლო და მე ბატონ ლექსო დაამატებს. პრემიერმაც ანგარიშში წარმოადგინა სრულყოფილი ინფორმაცია წლieურ მოხსენებაში ვთქვათ მონიტორინგისა და დაკვირვების ქსელის გაფართოებასთან და სამმავლო გაფართოებასთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას, რომ ეს ვთქვათ ბოლო წლების მონაპოვარია, რომ დაკვირვების ქსელი იზრდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენ დღეს ბევრად მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე შეიძლება ქონოდა ან ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინა მათ შორის რამოდენიმე წლის წინ და მათ შორის ამ ინფორმაციის საჯაროობაც რაც ამ შესაბამისი ვებგვერდით რომელიც ეკრანზეც არის ხო ეს საიტია კი არის უზრუნველყოფილი მოსახლეობისთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია მაგრამ ჩემი კითხვა კვლავ ისე როგორც გასულ წელს იმის წინ და ასე შემდეგ მუდმივად მაქვს ეს კითხვა რამდენად ვახერხებთ ან რამდენად გავაუმჯობესეთ დაინტეგრირება ინფორმაციის ფლობის და შემდგომ პრაქტიკულ ღონისძიებებში ამის განხორციელების კუთხით. გულისხმობ მარტივად მათ შორის. როდესაც ვიცით, რომ რაღაც ტერიტორიაზე საწარმოო დაბინძურების კონცენტრაცია იმაზე მეტია, ან არის ზღვარზე, ეს ტერიტორია არის დასახლებულ პუნქტთან მეტნაკლებად ახლოს, მაგრამ კანონმდებლობით დაშვებული საზღვრების მიღმა. იქ ახალი სანებართვო
ასე ვთქვათ, ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებაზე, რამდენად აქვს ამას გავლენა, იგივე გარემოზე მოქმედების ნებართვის გაცემის დროს, ან სხვა, ასე ვთქვათ, ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემის დროს. მინისტრის მოადგილებიც აქ იმყოფებიან, ეს ძალიან კომპლექსური თემაა, რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად, იმიტომ რომ გარემოსდაცვის სისტემა მოშლილი ჰქონდა წლების განმავლობაში, ეს დაიგნორირებული იყო, მაგრამ ახლა, როდესაც ინფორმაციას მაქსიმალურად ვაგროვებთ და უკვე მივიღეთ ისეთი კანონმდებლობა, რომელმაც მაგალითად დაბინძურების წყაროების, ასე ვთქვათ, საცხოვრებელი ტერიტორიებიდან გატანას უნდა შეუწყოს ხელი. აი ამ კუთხით გარემოზე მოქმედების ნებართვის გაცემის კომპონენტი და ფონური ინფორმაცია არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საცხოვრებელ ან სხვადასხვა ტიპის ზონებთან მიმართებით. რამდენად წავიწიეთ წინ თუ არის შესაძლებელი ამ კითხვაზე ამ ეტაპზე პასუხის გაცემა? ბატონ ლექსო. მცირე კომენტარს გავაკეთებ ქალბატონია თქვენს დასმულ კითხვასთან, მონაცემებთან დაკავშირებით და იქ რა თქმა უნდა არის მეტეოროლოგიური პირობები, იქ არის ასე ვთქვათ ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შედეგად, მაგრამ ერთი ფაქტორიც გავითვალისწინოთ, ერთ-ერთი მთავარი დაბინძურების წყაროები, რომლებიც ქალაქში იყო, ის იყო ფერაშორენობთა მცირე საწარმოები, რომლებიც იქ იმ დარგში არსებული კრიზისთან გამომდინარე, ახლა გაჩერებულია და არ ფუნქციონირებს. ესეც რაღაცა გარკვეული ფაქტორიც არის. თუ შეიძლება პატარა დაზუსტებას მეც დავამატებ. ქალბატონმა ნინომაც აღნიშნა, რომ საწარმოებთან ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით და თქვენი მოლოდინი მაინტერესებს რა პროცენტით შეიძლება გააუმჯობესოს საწარმოებთან იმ ურთიერთობების დალაგებამ, რომელიც თქვენ გაქვთ გეგმაში და ეს მნიშვნელოვანია, ამ ფილტრების გააუმჯობესება, თანამედროვე ფილტრებზე გადასვლა ან მსგავსი რაღაც, რა მოლოდინი გაქვთ პროცენტულად დაახლოებით მაინც რო გითხრათ გააუმჯობესების მიმართულებით. მადლობა. გთხოვთ ქალბატონ მარინა და ბოლო კითხვაზე ალბათ ქალბატონ ნელიც გაგცემს მერე პასუხს. გთხოვთ დიდი მადლობა ამ კითხვებისთვის, ძალიან მოკლედ შევეცდები, თუმცა მოკლედ რთული იქნება საკმაოდ. ბევრი კითხვები იყო. ესე იგი, რამდენი სადგურია უპირველეს ყოვლისა საქართველოს მასშტაბით? კი ბატონო, მოგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 8 ქალაქში 15 სტაციონარული და 3 მობილური სადგური. 15 სადგურიდან მონაცემები გადის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე. ეს არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, ახალციხე, მესტია და თელავი. ეს 8 სადგურია. ამ 8 სადგურზე იზომება სხვადასხვა დამაბინძურებლები, კონკრეტულად დედაქალაქში მკითხეთ რამდენია და ეს არის 5 სადგური. და მნიშვნელოვანი კითხვა, ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად ბევრს აქვს ხოლმე კითხვა, რატომ არის აქ და არა სხვაგან და განსაკუთრებით ჩდება ხოლმე კითხვა, მაგალითად ძალიან გვაქვს სადგურები, რომლებიც პარკებშია განთავსებული, მაგალითად ბათუმში თუ ესტუმრებით ცენტრალურ პარკში შეგიძლიათ იხილოთ, ქუთაისში დიდების პარკია, ახლად რეაბილიტირებული, ასევე თბილისში და ჩდება ხოლმე ეს კითხვა, მაგრამ როგორც ერთხელ აღნიშნეს, სადგურები კლასიფიცირდება თავისი დანიშნულებიდან დამომდინარე. ეს არის ფონური სადგურები, სახელწოდებიდან გამომდინარე გასაგებია, რომ უნდა იყოს შედარებით სუფთა ადგილას, იმიტომ რომ გქონდეს საშუალება შევადაროთ უფრო დაბინძურებული, ასე ვთქვათ, ლოკაცია, როგორია იმ სუფთასთან მიმართებაში. ხო მარტო დაბინძურებულ ადგილებზე რომ დავაყენოთ სადგურები, ვერასოდეს გავუჯერთ რეალური სურათი როგორია. ამ პრინციპით ხდება, რა თქმა უნდა, ეს ნორმატიული დოკუმენტით კლასიფიცირდება და ამას მივყვებით, ჩვენ არსებობს ტექნიკური რეგლამენტი სწორედ ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ასევე მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, რომ მიმდინარე წელს იგეგმება კიდევ უფრო გაფართოება ჩვენი ქსელის, უკვე დაზაქენტი მათ შორის ერთ-ერთია იმ ახალი სადგურებიდან, რომელიც დაგვემატება, ასეთი გვექნება 10 ლოკაცია კიდევ საქართველოში ძალიან და ეტაპობრივად ხსნით და უკვე პორტალზეც გამოჩნდება ეს სადგურები და იმასთან დაკავშირებით რამდენად საკმარისია, თუნდაც რუსთავთან მიმართებაში თქვენ ბრძანეთ ეს 2 სადგური არის თუ არა საკმარისი, მე გეტყვით, რომ ეს სადგურები დღეს უკვე დააკმაყოფილებს, აი ახალი სადგურებიც რომ გაიხსნება მინიმალურ რაოდენობას ნამდვილად, რაც უნდა იყოს საქართველოში, იმისთვის რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხი შევაფასოთ სტანდარტების შესაბამისად, როგორც ევროპული, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
შესაბამისად და ეს ლოკაციები ჩვენ შეგვიფასა და შეგვირჩია სწორედ ექსპერტების დახმარებით არის გაკეთებული საგზაო გზამკვლევი და პრაქტიკულად მიმდინარე წელს მას ხურავთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასევე გამომდინარე, ასე ვთქვათ, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების, ასე ვთქვათ, საჭიროებებიდან იმისთვის, რომ ყველა გადაწყვეტილება იყოს ინფორმაციაზე დაფუძნებული, აღმოჩნდა საჭიროება, რომ კიდევ დაემატოს და მომავალი წლიდან ჩვენ კიდევ 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დავამატებთ კიდევ ერთ სადგურს. ანუ ჯამში 4 წლის მერე ჩვენ გვექნება 32 სადგური, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, შემიძლია ვთქვათ. ასევე მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ყველა ეს სადგური არის ევროპული და თანამედროვე მაღალი სტანდარტის და ხარჯებთან დაკავშირებით ეს ხარჯები არის დაკავშირებული იმასთან, როგორ არის დაკომპლექტებული, ანუ მერყეობს იმის მიხედვით, ყველა სადგურზე ყველაფრის განსაზღვრა არ არის საჭირო, აქაც ვარჩევთ, სად რა დამაბინძურებელია მნიშვნელოვანი ამის მიხედვით არის და ფასებით შესაბამისად საკმაოდ მაღალია და იმიტომ რომ ძალიან მაღალი სტანდარტის არის ეს სადგური და ამის მიხედვით შეიძლება იყოს 500,000 ლარიდან, ესე მერყეობდეს სადღაც შეიძლება უფრო ნაკლები 400, მაგრამ 500-400, ანუ იმის მიხედვით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორ არის დაკომპლექტებული, იმიტომ რომ ამ ხარჯში შედის ჯიხური, უწყვეტი კვების წყარო, კონდიციონერი, თვითონ შემდეგ სისტემა კომუნიკაციის, თვითონ ეს ხელსაწყოები, მათი დაკალიბრება, ანუ ძალიან ბევრი კომპონენტი ეს არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ მარტივად ვხედავთ გამოტანის ეკრანზე, ანუ ეს არის საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურა მარტივად რო ვთქვათ, განთავსებული, რომელიც უწყვეტად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით, კომუნიკაციით და ასე შემდეგ. ასევე თაზაკენძე ხო რაზვ მოთქვათ მაიამ კითხა დიახ ქალბატონმა ეს სადგურიც ასევე ამ გზამკვლევის მიხედვით არის შეერჩეული რა თქმა უნდა ჩვენი გვსაზღვრავთ ყარნაწილაკებს ხაზვრავთ აზოტის და გოგირდის დიოქსიდებს მეტალებს ვიღებთ სინჯებს და სწორედ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ რომ ნამდვილად ოღონდ ძალიან წინასწარი დაკვირვებით ჯერ მოგეხსენებათ ერთი თვეც არ არის რომ გარკვეულად ნამდვილად ამართლებს ეს სადგური თავის ფუნქციას სამრეწველოს და საბოლოოდ როდესაც შევაფასებთ შედეგებს წლის ბოლოს უფრო მეტად გამოჩნდება რომ როგორ ასე ვთქვათ დაფიქსირდა რუსთავის სამრეწველო წილი ამ სადგურის მონაცემებში ზოგადად გამოჩნდა კიდე რომ როგორია ჰაერის ხარისხი გაინტერესებდა ზოგადად არა მარტო რუსთავში არამედ საქართველოში კიდე ერთხელ ვიტყვი რომ ყველა ქალაქი თავისი ასე ვთქვათ თავისებურებით ხარსიათდება, როდესაც ვსაუბრობთ რუსთავზე, ბუნებრივია, აქ უმეტესად ვსაუბრობთ სამრეწველო სექტორზე და აქეთ არის ღონისძიებებიც მიმართული, მაგრამ თუ ვისაუბრებთ დედაქალაქზე, ბუნებრივია, კითხვაც პასუხი გაცემული არის ავტოტრანსპორტი, ხო, ძირითადი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ძირითადი დამაბინძურებელი ჩვენ დედაქალაქში. შესაბამისად, აქ ჩვენი ინდიკატორული გაზომვების შედეგები აჩვენებს გარკვეულ ლოკაციებზე, სადაც აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება გვიფიქსირდება წლიურ ჭრილში და ეს არის ავტოტრანსპორტით გადატვირთული ქუჩები, ხა არ ჩამოვთვლით უკნება ძველი დეტალებიც მოგაწოდოთ და ბუნებრივია შემდეგ უკვე ღონისძიებებიც იმის მიხედვით იგეგმება ზუსტად რა ასე ვთქვათ წყარო გვაქვს ძირითადი დაბინძურების როგორ გამოსწორდეს უკვე პოლიტიკის დოკუმენტებში სწორედ ასე იდება ეს ღონისძიებები ყველა გეგმას მართვისას ახლავს წინ სიტუაციური ანალიზი რომელიც აღწერს ზუსტად ემისიებს, როგორია მონიტორინგის შედეგები და ასე შემდეგ და ამის საფუძველზე დგება შემდეგ რა თქმა უნდა ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები. ესე იგი რაც შეეხება რა პროცენტით შეიძლება გაუმჯობესოს საწარმოების ასე ვთქვათ ინსპექტორებმა და იმ ღონისძიებებმა რასაც საწარმოები ატარებენ რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე წინსრებით ჩვენ უბრალოდ გეგმაში იდება ხოლმე რომ მოლოდინი გვაქვს, როდესაც ვჯელობთ, რომ დღეს არსებული მდგომარეობა არის ესა და ეს რაც გვაქვს, როდესაც ვჯელობთ რომ მე გეგმაში იდება ვთქვათ, აი ესა და ეს ღონისძიებები გატარდება მათ შორის მერიის გამწვანების, მწვანე ავტოტრანსპორტის ინსპექტირება და ასე შემდეგ იქვე პროგნოზირებთ დაახლოებით და ვიცით სამიზნე მაჩვენებელი რა გვაქვს. ამიტომ წინასწარ ახლა ასე აი მხოლოდ ეს გვაქვს რომ აი ამის საფუძველზე ესე მარტივად ვერ
კითხვით პირდაპირ აი ამდენი პროცენტი, ანუ ეს არის ძალიან დიდი მსჯელობის შედეგი და იდება შემდეგ ეს პოლიტიკის დოკუმენტში. და შესაბამისად ვფიქრობ, რომ მონიტორინგის შედეგები და ქალბატონო მაია თქვენ კითხვასაც გავცემ პასუხს, ვფიქრობ, რომ ზუსტად ამის შედეგია სწორედ ის შედეგები, რაც მე წარმოგიდგინეთ, რომ აი ამ პოლიტიკის გატარებამ, მართვის გეგმების შექმნამ და შემდეგ განხორციელებამ ვფიქრობ, რომ ნამდვილად დადებითად იმოქმედა და ასევე ვფიქრობ, რომ მომდევნო წლებში გვექნება კიდევ უკეთესი მდგომარეობა, იმიტომ რომ მომენტალურად ბუნებრივია ეს ვერ აიხსახება ხოლმე, ხანგრძლივად უნდა ასე ვთქვათ ხდებოდეს ღონისძიებები და შემდეგ უკვე გრძელვადიან ტრენდში, რა თქმა უნდა დავინახოთ გარკვეული უკეთესობა. რაც შეეხება გეზეშეებში გათვალისწინებას, ამაზე ალბათ მე ვერ გიპასუხებთ, ერთი ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ჩვენს დეპარტამენტში ხდება ასევე განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტები, ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ და ასე ვთქვათ ვაკვირდებით, არის თუ არა ჩადებული მონიტორინგის შედეგები და თუ ვთქვათ არ არის მომზადებულ დოკუმენტში, ვეუბნებით, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს ეს მონაცემი და შეგიძლიათ ის გაითვალისწინოთ და სხვა მხრივ მე ვერ მოგახსენებთ ამ გეზეშებთან დაკავშირებით. მე მგონი ყველა კითხვას კი ბატონო, უღმესი მადლობა ქალბატონ მარინა, ნამდვილად ძალიან საინტერესო მოხსენება იყო და ვფიქრობ, რომ ის გეგმები, რაც სამინისტროს აქვს დაგეგმილი ქსელის გაუმჯობესების და გაფართოების კუთხით, ნამდვილად კიდევ უფრო გაუმჯობესებს ზოგადად როგორც მიდგომას, ასევე პრაქტიკულ გამოყენებას ყველა იმ საკითხისა, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ. უღმესი მადლობა, შეგიძლიათ დაბრძანეთ ქალბატონ მარინა. ახლა მინდა ქალბატონ ნელი კორკოტაძეს ვთხოვ, ზერამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, რომელიც წარმოგვიდგენს უკვე ინსპექტირების შედეგებს, რომელიც ასევე დაეყრდნობა მათ შორის იმ ბოლო მონაცემებს, რომელიც ჩვენ გასული წლიდან დღემდე გვაქვს ინსპექტირების კუთხით. აქვე საზოგადოებას შევახსენებ, რომ დაახლოებით 20 წელი იყო, 21 წელი იყო, როდესაც ჩვენ ქალბატონ ნინო ლაცაბიძესთან ერთად და სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მათ შორის ადგილზე გასვლები საწარმოებში, რუსთავში. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონი, რომელმაც პრაქტიკულად ხელი შეუწყო საწარმოო ციკლის გამოცვლის პროცესის დაწყებას, მიუხედავად ისა, რომ თვითმონიტორინგის ვალდებულება დაეკისრათ კომპანიებს, შემდეგად გამოვლინდა რიგი კომპანიებისა, როგორც საქართველოში, მათ შორის რუსთავში, რომლებსაც გეგმა გრაფიკის მიხედვით, დაჯარიმებების პარალელურად უნდა გამოეცვალათ გარკვეული გაუმჯობესებინათ საწარმოო ციკლი, რასაც უკვე საწარმოო პროცესის გამართვა და ჰაერის ხარისხის დაბინძურების კლება უნდა გამოეწვია და ქალბატონ ნელიკო გთხოვთ აი პროგრესის შესახებ რომ მოგვახსენოთ. მადლობა. მადლობა ქალბატონ მაია, მოგესალმებით ქალბატონო და ბატონებო, მივესალმები მინისტრის მოადგილეებს, მოგესალმებით დამსწრე საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე ჩვენ საუბრობთ პარლამენტში, ეს ყველაზე ეს თქვათ ავტორიტეტულ ტრიბუნასთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ხარვეზი თუ მიღწევები, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ წლების განმავლობაში, ცხადია უნდა გაუზიაროთ მოსახლეობას. დიახ, ჩვენ ამაზე ასე ვთქვათ ინტენსიური კონტროლი, გაუმჯობესებული კომპლექსური კონტროლი დავიწყეთ 22 წელს ქალბატონ მაია. მოგეხსენებათ, ჩვენ აღმოვაჩინეთ მთელი რიგი საწარმოები, რომლებსაც ჰქონდათ არამხოლოდ მოძველებული ტექნოლოგია, არამედ მათი ასე ვთქვათ ავტორიზაციის დოკუმენტები არ შეესაბამებოდა ადგილზე არსებულ მდგომარეობას. იქ იყო აი მტერდამჭერი მოწყობილობების უკონლობა, ასე ვთქვათ გამოუყენებლობა, არასწორი ტექნოლოგიით მუშაობა და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო ძალიან კომპლექსური პროცესი. მოგეხსენებათ, წინა წლებში ცალკე არსებობდა რუსთავის ჰაერის გაუმჯობესების გეგმა, რომელიც ძალიან კარგი პროცენტული ასე ვთქვათ მონაცემით დასრულდა, თუმცა გარკვეული ასე ვთქვათ პრობლემები იქაც იყო. შემდგომში ჩვენ შევიმუშავეთ ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმა, რომელიც მოიცავდა რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტს, მცხეთის მუნიციპალიტეტს, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტს, თბილისის აგლომერაციის გარდა და ქალბატონმა ნინომაც ახსენა, რომ ჩვენ ახლა მუშაობთ ახალ გეგმაზე, ცენტრალური ზონის ახალი გეგმა უნდა ასე ვთქვათ დავამტკიცოთ, შევიმუშაოთ, რადგან ვერ იქნა მაინც ბოლომდე აღმოფხრილი ის პრობლემები, რომელი პრობლემები ჩვენ გვიდგას ზოგადად ამ რეგიონში და ამავდროულად ქალბატონო
ნინომაც ახსენა, ეს გახლავთ მემორანდუმი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცენტრალური ზონის ფარგლებში გვაქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, ვალდებულებები ჩვენს და მუნიციპალიტეტსაც აღებული, ცალკე არსებობს სამინისტროსა და მინისტრისა და ქალბატონ ნინოს ხელმოწერით გახლავთ ეს მემორანდუმი. იქ არის ძალიან კომპლექსური გეგმა და ეს გახლავთ 26 წლის განმავლობაში განსახორციელებელი გეგმა. რაც შეეხება ინსპექტირების შედეგებს, ჩვენ ეს გახლავთ მონაცემები, რომელიც განახორციელა დეპარტამენტმა თუ შევხედავთ ამ მონაცემებს 2026 წლის 6 თვის განმავლობაში ჩვენ უკვე 150 ინსპექტირება გვაქვს ჩატარებული და ეს არ გახლავთ რაიმე ასეთ პატარა საწარმოები, ეს გახლავთ საკმაოდ დიდი კომპლექსური საწარმოები და 25 წელს სრულად ჩვენ განვახორციელებთ 173 ინსპექტირება და გამოვლინდა დაახლოებით 530-მდე დარღვევა, ანუ ჩვენ მაინც გვაქვს კვლავ გამოწვევა კომპანიების მხრიდან, ისინი არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც მაკონტროლებელია მოგეხსენებათ ამ სფეროში ახდენს მათ დაჯარიმებებს. შემდგომში უკვე სხვა დანარჩენ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელიც ჩვენ ამავდროულად პარლამენტის დახმარებით მივიღეთ, მოგახსენებთ შემდეგ სლაიდებზე. ეს დარღვევების სტრუქტურას თუ შევხედავთ, არის გაფრქვევის უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულება, სწორედ ის ვალდებულება, ტონლექს, რომელზეც თქვენ საუბრობდით, რომ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, არიან ჩართულები ელექტრონულ სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გარკვეული წყვეტები ამ ელექტრონულ სისტემაში და თუ ისინი არ ასრულებენ ამ ვალდებულებას, ზედამხედველობის დეპარტამენტი რეაგირებს, თქვენ კითხვასაც დაუბრუნდები 24 საათი 7-ზე რეალურად მიდის ამ სისტემაში კონტროლი. ზედამხედველობის დეპარტამენტი უყურებს ხომ არ მოხდა რომელიმე კომპანიის მხრიდან რაიმე ტიპის გადამეტება იმ დადგენილი ნორმების, რომელიც მათ აქვს დადგენილი ავტორიზაციის დოკუმენტებით. ამავდროულად ასევე ჩვენ ცალკე გვაქვს სანქცია იმ შემთხვევაში თუ მათ დადგენილი ნორმების გადამეტება მოახდინეს და იქ ჯერადობით არის მოგეხსენებათ განსაზღვრული, საკმაოდ მაღალია ეს სანქციები, ანუ 5 ჯერადამდე შემთხვევაში გახლავთ სანქცია 5000, 5-დან 10-მდე არის 15 და 10 და ზემოთ ნებისმიერ რაოდენობა უკვე გახლავთ 45000 ლარის სანქცია. აი მტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა სამწუხაროდ გვიფიქსირდება ხოლმე ჩვენ, ან გამოუყენებლობა, ან გაუმართავობა, უმრავლეს შემთხვევაში უფრო გაუმართავია დაბალი ხარისხის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა კომპანიამ დაიწყო თავის რეპუტაციაზე ზრუნვა, გარკვეული ინვესტიციებიც ჩაიდო, მაინც გვხვდება ჩვენ გარკვეული კომპანიები, რომლებმაც არ უზრუნველყეს ამ მტვერდამჭერი მოწყობილობების გამართულობა და ამაზეც ჯარიმდებიან კომპანიები. ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევები, შეხედავთ სლაიდზე და ჩანს, რომ ეს არის ძალიან ყველაზე მაღალი რაოდენობა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევებთან დაკავშირებით. აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და განსაკუთრებით 26 წლის განმავლობაში მოგეხსენებათ ქალბატონ მაიამ წარმოებლის გაფართოებული ვალდებულებიდან გამომდინარე სპეციფიური ნარჩენების შეგროვების ვალდებულება გაჩნდა უკვე რამოდენიმე წელია. MGV ორგანიზაციები მუდმივად უზრუნველყოფენ, რომ შეგროვდეს ნარჩენი ზეთები, ეს ავტომობილის ზეთები გახლავთ ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები, ბატარეები და აკუმულატორები და ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კომპლექსურად დავიწყეთ ამ ტიპის ნარჩენების წარმოქმნელთა ინსპექტირება და შეიძლება ითქვას, რომ 26 წლის განმავლობაში დაახლოებით 200-მდე ობიექტი გამოვავლინეთ, რომელთაც წარმოექვნებოდათ ეს ნარჩენები, მათ სხვადასხვა ტიპის დარღვევები ჰქონდათ, ის რომ არაუფლება მოსილ პირებს გადაცემდნენ და შესაძლოა შემდგომში მე ჩვენ სადღაც გვენახა, რომ ამ ზეთების რეგენერაცია მიდიოდა უნებართო საწარმოში მაგალითად, ან შეიძლება აღმოგვეჩინა, რომ ეს ზეთები სად მიდიოდა საერთოდაც არ იცოდნენ. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ კონტროლი და გავააქტიურეთ, განსაკუთრებით 26 წლის განმავლობაში. ჩემი აზრით, მაინც პრობლემატურად რჩება, ბატონილია, თქვენ ახსენეთ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, მაინც პრობლემატურად რჩება ინერტული და სამშენებლო ნარჩენების უსისტემო განთავსება სხვადასხვა ტერიტორიაზე და ჩვენ ვაწყდებით, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონში, ჭალის ზედაპირული წყლის ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინერტული და სამშენებლო ნარჩენების განთავსებას, უკანონო განთავსებას, იმიტომ რომ კანონი ამას არ უშვებს. მყარი, ასე ვთქვათ, ინერტული ნარჩენის გადამუშავება ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით, როგორც ვიცი, პარლამენტიც მუშაობს ამ მყარი ნარჩენების შემდგომში ჩვენ ეკონომიკაში დაბრუნებაზე რომ ვისწრუნოთ, იმიტომ რომ ეს არის არაჩვეულებრივი რესურსი და ამ მიმართულებით ცხადია არის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გამოწვევა და უსისტემო განთავსება ამ ინერტული და სამშენებლო ან გრევის ნარჩენების, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, მათ შორის ნიადაგის ხარისხზე და ასე შემდეგ. ამ მხრივ მე ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტებსაც მართებთ გარკვეული ძალისხმევის გაწევა. ქალბატონ ნინო დამეთანხმება, რომ მათი მუნიციპალური ინსპექცია საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთხოვდი აქედან, რომ იქნებ მუნიციპალურმა ინსპექციამ გააძლიეროს მუშაობა ნარჩენების კოდექსის იმ მუხლების აღსრულებაზე, რომელიც სწორედ ამ ინერტული და სამშენებლო ნარჩენების უკანონო განთავსებას ეხება და ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ, რომ აღმოფხრათ ეს ძალიან, ასე
ასე ვთქვათ, წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა, სამწუხარო პრაქტიკა, თუმცა მეორე მხრივ ასევე არსებობს გამოწვევა, რომ მაგალითად სამშენებლო კომპანიებმა არ იციან სად წაიღონ ამოღებული გრუნტი, სად განთავსდეს და ამიტომ ის უსისტემოდ იყრება ზოგჯერ გარემოში ან გრევის ნარჩენები. და შემდეგ სლაიდზე თუ გადავალთ, აქაც გამოჩნდება ეს პროფილები ძირითადად რა არის. აი მაგალითად ჩვენ ორივეს გარდაბანს და რუსთავის მუნიციპალიტეტს ერთ ჭრილში განვიხილავთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზეგავლენა გარდაბნის რუსთავზე და რუსთავის შესაბამისად გარდაბნის ჰაერზე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ აქ მსხვილ დამაბინძურებლებსაც ვამოწმებთ. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს როგორც გეგმიური, ისევე არაგეგმიური შემოწმებები, ჩვეულებრივი ინსპექტირება, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ შევდივართ ნებისმიერ იმ საწარმოში რომელიც შესაძლებელია იყოს ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი და გვაქვს მაგალითად ქიმიური წარმოება, ცემენტი, კირის წარმოება, მეტალურგია, ნარჩენების აღდგენა, ის სწორედ მე წეღავას ახსენე. ნარჩენი ზეთების რეგენერაცია, რამოდენიმე საწარმო აღმოვაჩინეთ, რომელიც ნარჩენი ზეთების რეგენერაციას, ანუ ხელახალ რეციკლირებას ახდენდა, ისე რომ არ ქონდა ამისი ან შესაბამისი უფლება, ან აცდენილი იყო თავის, ასე ვთქვათ, სანებართო ობიექტებს. ზოგადად აი დამჭერი ამ უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემაში საქართველოს მასშტაბით ჩართული არის 37 ობიექტი. დაახლოებით 51 ობიექტი და რომელიც ასე თუ ისე ხან ჩერდება, ხან მუშაობს, ხან აგრძელებს მუშაობას. უშუალოდ რუსთავის ტერიტორიაზე, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე რეგისტრირებული არის 19 და ჩართულია 19 ობიექტი, აქედან გარდაბანში არის 3 ობიექტი, 16 ობიექტი გახლავთ რუსთავში ჩართული. რუსთავში ამ ეტაპზე არის მოქმედი, რომელიც ინტენსიურად მეტნაკლებად მუშაობს 22 ობიექტი. როგორც გითხარით, აქედან 16, ანუ დაახლოებით 73% ობიექტების ჩართულია. 3 აქედან, რომელიც არ არის 6 ობიექტი, დაახლოებით ისინი არ ფუნქციონირებს. თქვენ ახსენეთ ფეროშენადნობები და სილიკომანგანუმის გადამამუშავებელი საწარმოები, ისინი დიდი ხანია გაჩერებულები არიან, თუმცა რამოდენიმე კომპანია, რომელიც ასევე არ არის ჩართული და ესენი არიან ძირითადად გაჯის საწარმოები ან გარდაბანში მათ შორის, ისინი ინტენსიურად ჯარიმდებიან, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ისინი ვერასდროს ვერ შეასრულებენ იმ ვალდებულებას, რომ მათ უწყვეტ თვითმონიტორინგის სისტემაში ჩაერთონ და არ დაარღვიონ კანონმდებლობა. იმიტომ რომ არის ძალიან კუსტარული, ჩვენ უზღუდავთ საქმიანობას და მოკლედ აი ასეთ ამ ტიპის რეჟიმში ვართ, მოკლედ ამ ობიექტებთან. ასევე ჩვენ მიმდინარე შემოწმებები გვაქვს ახლა რამოდენიმე კომპანიაში, ეს გეგმიური და არაგეგმიური შემოწმებები. მოგეხსენებათ, მთავარი გამოწვევა ზოგიერთ შემთხვევაში და კომპანიები არაერთი შეხვედრა ყოფილა მათ შორის მუნიციპალიტეტის ჩართულობით, კომპანიები აყენებენ მთელ რიგ პრობლემებს, რატო უჭირთ მათ ამ მონაცემების გადმოცემა ელექტრონულ უწყვეტ ელექტრონულ სისტემაში. ეს ზოგჯერ უკავშირდება გარკვეული, ასე ვთქვათ, ელექტროენერგიის გათიშვას, ზოგჯერ შეიძლება ინტერნეტის გათიშვასაც შეიძლება უკავშირდებოდეს, შეიძლება ეს იყოს ხელსაწყოს არასწორი კალიბრაციის შემთხვევა, როდესაც გადამეტებები და ჩვენ ინდივიდუალურად გავდივართ ყველა ამ ასე ვთქვათ შემთხვევას და თუ დასაჯარიმებელია კომპანია და ვერ წარმოგვიდგენ სათანადო მტკიცებულებას, რომ ნამდვილად მისი ბრალეულობით არ იყო ეს ყველაფერი ჩადენილი, ცხადია კომპანიის მიმართ ტარდება რეაგირება. სანქციები საკმაოდ მაღალია, მოგეხსენებათ, ესეც პარლამენტმა მადლობა, რომ ასე ვთქვათ, დაგვიჭირეს მხარი აი ამ ტიპის სანქციების შემოღებაში, რომ მათ ქონდათ შემაკავებელი და პრევენციული ეფექტი. სანქცია უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობაზე გახლავთ 10,000 პირველ ჯერზე, შემდგომ ჯერზე 20,000 და შემდგომ ყველა განმეორებით ჩადენილი 40,000 და გადამეტების შემთხვევაში უკვე მოგახსენეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ქალბატონმა მარინამ ახსენა აქ აზოტის დიოქსიდის ნაწილი. ჩვენ მოგეხსენებათ რამოდენიმე მსხვილ ქალაქში, თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ინტენსიურად ვახორციელებთ გზებზე ავტომობილის გამონაბოლქვის კონტროლს, ხილული გამონაბოლქვის შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლები საკმაოდ თანამედროვე აპარატურით ზომავენ გამონაბოლქს და ძალიან ბევრი მძღოლი ჯარიმდება, მძღოლის და მეპატრონეც მათ შორის, ვინც გადასცა ექსპლუატაციაში ეს ავტოგასამართის ავტომანქანა გაუმართავ მდგომარეობაში. დაახლოებით რუსთავში 2322 საჯარიმო ქვით არის შედგენილი, ესენი გახლავთ როგორც პატარა ასე ვთქვათ, კერძო საკუთრებაში არსებული, ასევე სამარშრუტო ან სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, მანქანები. საწვავის ხარისხის კონტროლიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია ზედამხედველობის დეპარტამენტის. ჩვენ წელიწადში ორჯერ ვატარებთ, ორი გვაქვს, იმიტომ რომ კანონმდებლობაც ასე არის, ნორმები დადგენილი ზაფხულის პერიოდისთვის სხვა ტიპის ნორმებია და ზამთრის პერიოდისთვის სხვა ტიპის ნორმებია. ორ რაუნდად ყოფთ ხოლმე ამას. შარშანას ჩავატარეთ ჩვენ და გამოგვივლიდა და 3 დარღვევა. ერთი იყო მაგალითად წალკის მუნიციპალიტეტში განთავსებული ავტოგასამართის
სადგური, ერთი იყო მარნეულში და ერთი გარდაბანში, ახტაკლიაში და საკმაოდ მაღალ ჯარიმას ითვალისწინებს საწვავის ხარისხის ნორმების და ასე ვთქვათ დარღვევა. ჩვენ ვამოწმებთ თითქმის არა ყველა პარამეტრზე, რაც არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული. ეს გახლავთ როგორც გოგირდის შემცველობა, ტყვია, ოქტანობა, არომატული ნახშირწყალბადები, ჯამური ნახშირწყალბადები და ასე შემდეგ. თუ კი რამე არის ასე ვთქვათ მთავრობის დადგენილებით ნორმა განსაზღვრული და ჩვენი ნორმები სრულად შესაბამისობაში ევროპულ კანონმდებლობასთან, ყველა პარამეტრზე მოწმდება ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საწვავი და ბენზინში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის რაიმე ტიპის განსაკუთრებული პრობლემები, ნუ ტყვია რო არ არის უკვე ამაზე 2015 წლიდან საუბრობ და ეს ლეგენდა მე მგონი გადავიდა უკვე აღარ აპელირებს მოსახლეობა ამაზე. ჩვენ პრობლემა გვჩება, ასე ვთქვათ, გარკვეულ პროცენტში დაახლოებით ალბათ შეიძლება ითქვას ასე 20%-მდე დიზელის საწვავში და ძირითადად ეს გახლავთ გოგირდის შემადგენლობის მაღალი მაჩვენებელი ხოლმე საავტომობილო საწვავში. და ეხლაც ჩვენ დაგვეგმილი გვაქვს წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, საავტომობილო ხარისხის საწვავის კვლევა, ნუ მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონშიც, ეს არის პირობითი ციფრები წერია აქ და ეს შესაძლებელია იყოს, ასე ვთქვათ, უფრო გაზრდილი, მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული, მემორანდუმში გვიწერია ამასთან დაკავშირებით, ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გეგმა გვაქვს, სადაც ასევე გარკვეული რაოდენობაა გაწერილი, თუ არ ვცდები 10 ერთეული სინჯი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ბევრად მეც ავიღებთ ასეთ შემთხვევაში რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. ეს გახლავთ ჯარიმია და ზიანი, ეს გახლავთ უკვე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 25 წლის განმავლობაში, 26 წლის განმავლობაში ჩვენ ეტაპობრივად უკვე გვექნება, ასე ვთქვათ, ეს ციფრები. კაპიტანმა ნინო მახსენა ჭალის ტყის პროექტი, რომელიც მეც ვამაყობ, რომ გარკვეული წვლილი მაქვს ამ ჭალის ტყის პროექტის ნაწილში ჩვენს დეპარტამენტს, იმიტომ რომ რეალურად მოგეხსენებათ, ზიანის ფონდში თანხები აკუმულირდება გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი ზიანიდან შემოსული შემოსავლებით. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადამიანებმა თუ ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა, რომლებმაც ზიანი მიაყენეს გარემოს, მერე ჩვენ ეს თუ სადმე გვაქვს ისტორიული დაბინძურება, დეგრადირებული გარემო, ან კვლევები გვჭირდება გარემოს მიმართულებით, ეს სწორედ ამ თანხებით დაფინანსდეს, ასე ვთქვათ, ეს ღონისძიებები. თუმცა ამავდროულად თუ კომპანია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას ასე ვთქვათ, გარემოს დაცვითი პასუხისგებლობის კანონით ვაკისებთ პასუხისგებლობას, კომპანიები ცხადია არ თავისუფლდებიან გარემოსთვის პირვანდელ მდგომარეობამდე თუ მიაყენეს ზიანი პირვანდელთან ან მიახლოებულ მდგომარეობასთან აღდგენის ღონისძიებების შემუშავებისგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა საქართველოს პარლამენტს ჩვენი მოსაზრებები გაითვალისწინეს და ჩვენ გავამკაცრეთ სწორედ იმისთვის რომ იყოს სამართალდარღვევის შემაკავებელი ეფექტი, სანქციები და გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება იყო სანქცია 7-დან 10.000 ლარამდე და გავამკაცრეთ ეს სანქცია და გახდება 25.000-დან 30.000 ლარამდე, რომელიც განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართალია. ასევე იმ პირებს, რომელზეც არის გაცემული გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება და ისინი დაარღვევენ პირობებს, აქამდე სანქცია გახლავთ 5.000 ლარი და 1 სექტემბრიდან იქნება 10.000-დან 15.000 ლარამდე განისაზღვრა სანქცია და ასევე ექსპლუატაციის პირობის ცვლილებას თუ განახორციელებს კომპანია შესაბამისი გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების გარეშე, აქაც სანქციები საკმაოდ მაღალია 25-დან 30.000 ლარამდე და განმეორების შემთხვევაში 5.000 ლარი. ჩვენ ამავდროულად მთავრობის ტექნიკურ რეგლამენტებში მუშაობთ ცვლილებების შეტანაზე. რამოდენიმე ტექნიკურ რეგლამენტია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება დაბინძურების სტაციონარულ წყაროებს. მომზადებულია უკვე 413 დადგენილებაში ცვლილებების პროექტი, 401 დადგენილებაში და აი გავამახვილებ კაპიტანმა თქვენ დასვით კითხვა, რაც შეეხება იმას, რომ არის თუ არა შესაძლებელი, რომ ჩვენ გავცეთ ნებართვები ტექნოგენურად დატვირთულ ადგილას, იქ სადაც უკვე არსებობენ ამ ტიპის დამაბინძურებლები. გარემოს ეროვნული სააგენტო, როდესაც განიხილავს გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს, აუცილებლად აქცევს ყურადღებას კუმულაციურ ზემოქმედებას იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, ანუ აუცილებლად არის წარმოდგენილი ინფორმაცია სხვა დამაბინძურებლების შესახებ ამ დოკუმენტში და თუ იქ აღმოაჩენს გარემოს ეროვნული სააგენტო, რომ შეუძლებელია რომ იქ ამ დამატებითი გაფრქვევის შედეგად ჩვენ რაიმე ტიპის, ასე ვთქვათ, დატვირთვა მივიღოთ გარემოზე, ცხადია ასეთ შემთხვევაში გარემოს ეროვნული სააგენტო დადებით დასკვნას, ანუ დადებით გარემოს დაცვით გადაწყვეტილებას არ გასცემს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება, რომელიც მთავრობაზე უკვე ატვირთულია, ეს გახლავთ გარემოს დაცვითი ტექნიკური რეგლამენტები, მე-17 დადგენილება, სადაც ჩვენ გავაჩინეთ სავალდებულო მოთხოვნები მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებასთან, მსხრევა დახარისხებასთან დაკავშირებით. იქ კომპანიებს დაევალებათ მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება, როგორ უნდა იყოს მოწყობილი, ჩვენც სად უნდა გავზომოთ
ნორმას რა უნდა შეასრულონ და ასე შემდეგ. ამ მთელი ეს დეტალები და ვიცი რომ მუნიციპალიტეტი ამაში იყო ინტენსიურად ჩართული, მათ შორის ამ დადგენილებას ჩვენ ველოდებით რომ უახლოეს პერიოდში მივიღებს საქართველოს მთავრობა. მემორანდუმზე უკვე მოგახსენეთ, აქ არის რომ ჩვენ მინიმუმ 200 ინსპექტირება მაინც უნდა განვახორციელოთ წლის განმავლობაში და წეგან მოგახსენეთ რომ უკვე საკმაოდ დიდი ციფრია ამ ეტაპზე 26 წლის განმავლობაში უკვე, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ თუ ჩვენ 200 შევასრულებთ, მერე გავჩერდებით, ცხადია გავაგრძელებთ ამ ინსპექტირებას და 10 სინჯის უმცირე, რომელიც უნდა იყოს ჩატარებული მუნიციპალიტეტში. ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის გეგმა, როგორც გითხარით, მოიცავს და უკვე უნდა შემუშავდეს თავიდან ახალი 27-29 წლების გეგმა, 12 მუნიციპალიტეტს მოიცავს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, პრობლემატური რჩება ცხადია რუსთავის მუნიციპალიტეტის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების გეგმები. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უკვე 9 ივლისს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მონაწილეობს ძალიან ბევრი სტრუქტურა, უწყება, წარმომადგენლები არიან, მათ შორის მუნიციპალიტეტია ძალიან აქტიურად ჩართული და ვიმედოვნებთ, რომ აი სწორედ ამ რამოდენიმე გეგმის ღონისძიებების ერთობლივი ცაცაკე ვერავინ ვერ შევძლებთ, რომ ცაცაკე შევასრულოთ რაიმე ტიპის, ასე ვთქვათ, და გავაუმჯობესოთ ყველა ერთობლივი უწყების ერთობლივი ძალისხმევით და მონდომებით ჩვენ შევძლებთ, რომ მივახციოთ იმ შედეგებს, რაც გვექნება განსაზღვრული ამ პოლიტიკის დოკუმენტებში. და ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე ვიფიქროთ, რომ ტექნოგენურად დატვირთულ ტერიტორიებზე მაქსიმალურად შევაბციროთ დამაბინძურებელი ობიექტებზე ნებართვების გაცემა და ასე ვთქვათ, ავტორიზაციის უფლების მიცემა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ გაქვთ კითხვები, სიამოვნებთ გიპასუხოთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ელიკოს საინტერესო მოხსენებისთვის, ბატონ ლექსო და მერე ქალბატონ გრეტა. მადლობა დეპარტამენტს, სტატისტიკა საკმაოდ ისეთია. გამოვლინებები არის საკმაოდ და მარტივად მინდა კითხოთ რა. აი ამდენი მონიტორინგის, ანალიზის, სანქციების შედეგად ჩვენ შეგვიძლია რომ თქვენ მოგვაწოდოთ ჩვენ ინფორმაცია დღესდღეობით ქალაქ რუსთავში რომელიც საწარმოები, ვთქვათ, მთავარი დამბიძურებლად, რომლებიც ითვლებიან, რომლებთანაც ჯარიმა იწერება, გამოვლინებები არის შემდეგ და ამაზე, შეიძლება იმ საწარმოს უღირდეს ერთი და იგივე იმ ჯარიმის გადახდა და აგრძელებდეს სამუშაოს. თუ შეგიძლიათ ჩვენ, ვინაიდან თქვენ ახსენეთ შეხვედრები, ჩართულობები, სხვადასხვა უწყებების და ზუსტად ამ შეხვედრებზე, ამ საწარმოებთან და ამ ბიზნესებთან ჩვენი ჩართულობაც გავაკეთოთ, ყველას ჩართულობა და ერთობლივად რაღაც გამოსავალზე და გადავწყვიტოთ ამ ბიზნესების საკითხი საერთოდ რა აპირებენ. და გვაინტერესებს თქვენგან მეტი კონკრეტიკა, რომელი საწარმოები ითვლებიან ქალაქ რუსთავში დღესდღეობით მთავარი დაბიძურების წყაროდ. შეგიძლიათ ეს გითხრათ როგორც ჰაერის ნაწილში, თუ ასევე სხვადასხვა კომპონენტებში, ეს ერთი. და კიდევ მაინტერესებს დეპარტამენტის მოსაზრება ქალაქ რუსთავში, ხა გამოტოვონ ნინო მახსენა, იქ მიმდინარეობს თქვენი ჩართულობითაც მინდა მადლობა ასევე გითხრათ ფონდის საკმაოდ ძალიან კარგი ინიციატივა და განხორციელება მიმდინარეობს, მადლობა ამისთვის ყველას, მაგრამ აი მაინტერესებს კონკრეტული ესეთი ფაქტი, არსებობს რუსთავში ძველი ისტორიული წიდასაყარი, რომელიც მდებარეობს ზუსტად ამ გამწვანებული ჭალისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე გარდაბნის საზღვართან. და ეს ვფიქრობ, რომ არის ხომ არ ფიქრობს დეპარტამენტი, რომ ესეც არის ერთ-ერთი ჰაერში მყარი ნაწილაკების დაბიძურების წყარო და რა მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი კომპანიის საკუთრება არის და დეპარტამენტს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და ჩვენ ახლა იქით ვიყურებით მარტო ახლა გამოფრქვევის წყაროები, მაგრამ ეს რაღაც ისტორიული წიდასაყრის ბედი მაინტერესებს და რამდენად თვლით, რომ არის თუ არა ეს დაბიძურების წყარო. ქალბატონ გრეტა, ბაქალბატონი დავაგროვოთ ჯობია, ქალბატონ გრეტას საკითხვა. მოგესალმებით ქალბატონელი. ძალიან ინფორმაციული იყო თქვენი პრეზენტაცია და აქ მნიშვნელოვანი არის, როდესაც სახელმწიფო შესაბამისი უწყება რეაგირებს ნებისმიერ გადაცდომაზე, კანონდარღვევაზე და თუნდაც ის, რომ ჯარიმების ნაწილი პარლამენტმა გაამკაცრა, ესეც ერთ-ერთი სიგნალი არის ამ მიმართულებით. ინსპექტირების პროცესში, უბრალოდ მე მაინტერესებს ინსპექტირების პროცესში როგორ ხდება გეგმიური თუ არაგეგმიური ინსპექტირება, კონკრეტულად შედიხართ და თუნდაც აი ნარჩენების მართვის მიმართულებით ამოწმებთ თუ ზოგადად ხდება კომპლექსური შემოწმება და გაფრთხილების შემთხვევაში დინამიკა როგორი გაქვთ აი ამ მთელი ამ პროცესის ინსპექტირება დასრულდა გაფრთხილება და ეხლა როგორ აქვს დინამიკა გამოსწორების ნაწილში. მადლობა.
მეტი კითხვები არ არის. აი ქალბატონ ნინოს ახალცებიდეს კითხვა. მადლობა. მადლიერებასაც გამოვხატავ ხან ჩემი კითხვებით და თან ცოტა კრიტიკაც მექნება მაპატიეთ ნელიკო ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად. მართლაც მადლიერები ვართ. ჭალისწყლის აღდგენა უპრეცედენტო პროექტია ჩვენი ქალაქისთვის და ზიანის ფონდიდან რომლიდანაც რუსთავი დაფინანსდა, მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტის ათვისებას ქალაქი ძალიან თავისუფლად შეძლებდა და წინა კომიტეტზეც, ამ კომიტეტზეც კიდევ ერთხელ ჩემი თხოვნა იქნება ჩვენი გუნდის სახელით, რომ მოგვეცეს საშუალება ამ თანხების კიდევ უფრო მეტად გამოყენების, იმიტომ რომ ძირითადი დაბინძურება ხდება ჩვენ ქალაქში და ძალიან სამწუხაროა, რომ ქონდა პროექტი 2 მილიონზე მეტი ღირებულების და დღემდე მილიონიც ვერ ავითვისეთ ისე როგორც უნდა მომხდარიყო ამის მიღება. ამიტომ ამ ფონდის განკარგვის და მიღების უფრო მარტივი წესი უნდა იყოს მუნიციპალიტეტისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, მადლიერიც ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო. თქვენ მოხსენებაში გაჯი ახსენეთ და გაჯის საწარმოებთან დაკავშირებით წინა მოხსენებაზეც ქონდა აქცენტი გაკეთებული. მძიმე მდგომარეობა, ან ცოტა სწრაფი რეაგირება უნდა გქონდეს და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ან უნდა ვთქვათ, რომ რაღაცნაირად ვერაფერს ვერ უხერხებთ. უმძიმესი მდგომარეობა, ბატონ ლევანს მადლობა, მე ხშირად ვაწუხებ ხოლმე დილაობით, როდესაც რაღაცნაირად ქალაქის შემოვლა მაქვს და ვხედავ ეს გაჯის საწარმოები რა მდგომარეობაშია. უმძიმესი მდგომარეობა. წინა მოხსენებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და იქაც თქვით, რომ ერთ-ერთ თავარ გამოწვევად რჩება ის, რომ ვერანაირ რეგულაციაში ამ საწარმოებს ვერ ვაქცევთ. ფაქტია, რომ ჯარიმების გადახდა უღირთ. გამოსავალია მოსაძებნი და ძალიან მინდა, რომ ეს გამოსავალი ჩემი ქალაქისთვის სწრაფად მოიძებნოს. და ერთსაც დავამატებ მუნიციპალური ინსპექციის მუშაობას ქალბატონ ნელიკო ჩვენს გავააქტიურებთ, ფოტოხაფანგები შევიძინეთ, ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესეთ, რომ უფრო ეფექტიანები გავხდეთ. ბატონ ლექსოს კითხვას გავაგრძელებ. აი ეს ნარჩენების ნაწილი, რაც საკმაოდ გაზრდილია. არ ვარ პროფესიონალი და მომიტევეთ თუ რამეს არასწორ კითხვას დავსვავ. აი ეს მტვერ დამჭერები და სპეციალური მექანიზმები, რაც თვითმონიტორინგის სისტემამ დაავალდებულა. როდესაც ეს იწმინდება, არის თუ არა შემთხვევები, რომ იგივე რაც თქვათ მილში არ მოხდა გაფრქვევა, შემდეგ ეზოებში ათავსებენ ამას ღია წესით და ხომ არ გავაკეთეთ ერთი ხელით ერთი საქმე და შედეგზე ისე ვერ გავედით, როგორც გვინდოდა რომ გავსულიყავით. რამდენიმე საწარმო მათ შორის ჩვენი ინსპექცირების დროს საწარმოში ფიქსირდება ესეთი გორა დგას ნარჩენის, თუმცა ჩვენ ახლა იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ რისი ნარჩენია. ხომ არ არის ამ ფილტრებიდან გამოტანილი შემდეგ ეზოებში განთავსებული. მადლობა. კითხვები არ არის, ქალბატონელი გთხოვთ პასუხი. ლექსო თქვენი შეკითხვით დავიწყებ, რომელი არის ეს საწარმოები. მე მაინც მოვერიდები კონკრეტული კომპანიების სახელების დასახელებას, ეს მსხვილი კომპანიებია, ეს გახლავთ მეტალურგიული წარმოება, ეს გახლავთ ქიმიური წარმოება, ძირითადად ეს საწარმოები არიან, რომლებიც პოსტსაბჭოთა, ასე ვთქვათ, იქიდან მოვდივართ, საბჭოთა მემკვიდრეობით მოვდივართ, ისინი მუდმივად ცდილობენ რომ რაღაცა გაამჯობესონ, თითქოს ახალ ღუმელებსაც აყენებენ, თითქოს რაღაც, მაგრამ დიდი ტერიტორიიდან და დიდი, ასე ვთქვათ, კომპლექსური პრობლემებიდან გამომდინარე, მთლად ბოლომდე ვერ აღმოხვრეს ეს პრობლემები. რაც შეეხება წიდასაყარს, ბარემ მაგას მივაბავ მაგ ყველაფერს, დიახ, წიდასაყარი შეიძლება იყოს ერთ-ერთი დამაბინძურებელი, განსაკუთრებით აი ამ ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დამაბინძურებელი, თუმცა მე რაც მაქვს ინფორმაცია, კომპანიას დაწყებულია გეზშე პროცედურა გარემოს ეროვნულ სააგენტოში და სწორედ მაგასთან დაკავშირებით წიდასაყარი როგორ უნდა, ასე ვთქვათ, მოუარონ, მიხედონ, შეარბილონ ეს ზეგავლენა გარემოზე, ამასთან დაკავშირებით მათ დაუდგინდებათ კონკრეტული პირობები და ზედამხედველობის დეპარტამენტს არაერთხელ ყავს დაჯარიმებული სწორედ ამ კონკრეტულად წიდასაყართან მიმართებაში და მე ვფიქრობ, რომ კომპანიებისთვის აქედან ნათქვამი სიგნალიც ალბათ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ზედამხედველობის დეპარტამენტი კვლავინდებურად იქნება ძალიან, ასე ვთქვათ, თანამიმდევრული, განახორციელებს სწორედ მის ფუნქციებს, რაც შედის ჩვენს ფუნქციებში და ჩვენ ვიქნებით, ასე ვთქვათ, კანონის აღსრულებაზე ბოლომდე ორიენტირებულები. ქალბატონ გრეტა, თქვენ ბრძანეთ, რომ ინსპექტირების პროცედურა როგორ მიდის, ჩვენ მე ვახსენე, რომ გეგმიური და არაგეგმიური შემოწმებები გვაქვს. გეგმიური შემოწმებები იგეგმება კონკრეტული რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის საფუძველზე
ნაწილზე იქ სხვადასხვა ფაქტორი მონაწილეობს, მაგალითად იგივე მოძველებული ტექნოლოგია, ასე ვთქვათ, სამართალდარღვევის ცუდი ისტორია და ასე შემდეგ. იგეგმება ეს და წლის განმავლობაში ჩვენ ვიცით ვინ უნდა შევამოწმოთ, ეს გახავთ გეგმიური. მეცაც გეტყვით, კომპანიებმაც იციან რომ უნდა შევამოწმოთ, იმიტომ რომ ჩვენ ეს გეგმა გავხადეთ საჯარო, კიდია ჩვენს ვებგვერდზე და ყველა კომპანიას ვეუბნებით რომ შედით და ნახეთ ამ თქვენს, იმიტომ რომ ჩვენთვის პრევენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არ არის თვითმიზანი დაჯარიმების, რომ მათ გამოასწორონ თუ რამე დარღვევა არის იქ და ასე ვთქვათ, დაგველოდონ მომზადებულები და როგორც წესი ეს გეგმა ვკიდებთ ხოლმე ვებგვერდზე, როგორც კი დამტკიცდება. არაგეგმიური შემოწმებები შეიძლება იყოს ნებისმიერი საჩივრის, შეტყობინების, მუნიციპალიტეტის მომართვის თუ მოქალაქეების თუ არასამთავრობო სექტორის არ აქვს მნიშვნელობა, არაგეგმიურ შემოწმებას მაგ დროს ვახორციელებთ. პროცედურა არის ის, რომ ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორი შედის და 100%-დან შემიძლია გითხრათ, რომ 99% შემთხვევაში თუ ჩვენ ეს ობიექტი არა გვაქვს კომპლექსურად შემოწმებული, შემოწმება ატარებს კომპლექსურ ხასიათს. გარემოს ნებისმიერ მედიასთან მიმართებაში ეს გახავთ ნიადაგი, ჰაერი, წყალი, ნარჩენები, თუ ტექნოლოგიური ციკლი მათ შორის როგორ აწარმოებს და ამ შემდეგ. ანუ როგორც წესი ეს ატარებს კომპლექსურ ხასიათს და საკმაოდ დიდ დოკუმენტაციასთან, იმიტომ რომ კომპანიების უმრავლესობამ კიდევ მეორებ ამ დარღვევებს ჩადის არა იმიტომ რომ მას განზრახული აქვს, რომ ჩაიდინოს ეს სამართალდარღვევა, არამედ მთელ რიგ შემთხვევებში მათ არ აქვთ ცოდნა, კვალიფიკაცია, თუმცა ამ ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა შედარებით მსხვილ კომპანიებში ამ ხრივ მდგომარეობა. რაც შეეხება ქალბატონინო თქვენ წინადადებას და მე გეთანხმებით აბსოლუტურად ზიანის ფონდთან დაკავშირებით, ზედამხედველობის დეპარტამენტი მოგეხსენებათ ამ ნაწილში არ არის ჩართული, ჩვენ მაშინაც მხარს გიჭერდით ამასთან დაკავშირებით, ამ ზიანის თანხის დაფინანსებასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ სამინისტრო და იქ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები იღებენ გადაწყვეტილებას რა მიმართულებით და რომელი კონკრეტული პროექტი უნდა დაფინანსდეს. ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ეს ტექნოგენურად სახეცვლილი რუსთავის თუ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიები მაქსიმალურად გადავაქციოთ, ასე ვთქვათ, რეკრეაციულ თუ არა მიახლოებულ მდგომარეობასთან მაინც. და გაჯის საწარმოებზეც გეტყვით, რამოდენიმე დაიხურა სხვათა შორის, მაგრამ მე ასეთ მაგათ აქვთ ერთგვარი სპონტანური წარმოება აქვთ ხოლმე, ეთყობა როცა შეკვეთა აქვთ, მე იწყებენ და ჩვენც მომენტალურად ვჩნდებით ადგილზე. ვერ გეტყვით რომ ჯარიმების გადახდა ურჩევნიათ, იმიტომ როგორც გითხარით, საკმაოდ მაღალია ეს სანქციები და რადგან ჩვენ ამ ჯარიმების ამოღების ნაწილში არ ვართ ხოლმე ჩართული, შეიძლება ალბათ საახსრუებლო ბიუროც რაღაცას აკეთებს ამ მიმართულებით და გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება ჯარიმების გადახდა და იწყება აღსრულების პროცედურები და რაც შეეხება ნარჩენების ტერიტორიაზე განთავსებას, დიახ, ჩვენც აღმოგვიჩენია შემოწმებების პროცესში, რომ აი ამ დამჭერ მოწყობილობაში დაგროვილი აი ამ მავნე ნივთიერებების წვრილი, საკმაოდ წვრილი ნარჩენები ზოგიერთ შემთხვევაში იყო ტერიტორიაზე განთავსებული, ეს არის დამატებით წყარო, ეს გახავთ დარღვევა, უხეში დარღვევა და ეს იხლება სახიფათო ნარჩენების განთავსებად, არა იმ ტერიტორიაზე და არა იმ ადგილას და ამაზე კომპანიების მიმართ ტარდება შესაბამისი რეაგირება. ქალბატონ გრეტა გამორჩა, დაუბრუნდებით თქვენს კითხვას, შემდგომში რა ხდება, ხო? ანუ როდესაც ჩვენ დავასრულებთ ინსპექტირება, შემდგომში კომპანიებს ეძლევათ გამოსასწორებელი, ანუ ჯარიმდება ყველა შემთხვევაში, შემდგომში ეძლევა კონკრეტული ვადა, იმ დარღვევის შესაბამისი გონივრული ვადა, არა ისეთი რომ ეს მაგალითად ერთ დღეში მან რაღაცა აი დამჭერი მოწყობილობა ვერც შეიძენს ვერც და გონივრული ვადები უდგინდება და ზედამხედველობის დეპარტამენტს ეს დადგენილი ვადები აქვს კონტროლზე აყვანილი და ჩვენი ინსპექტორი ამ საწარმოში დადის მანამდე სანამ ის არ მოვა შესაბამისობაში, სრულად შესაბამისობაში არ მოვა სანებართო დოკუმენტაციასთან. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ეცაც დავამატებ, ძალიან საინტერესო სლაიდი იყო ეს ნარჩენების დაჯარიმების ნაწილი. წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, ხო? ანუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კანონიკი მივიღეთ, ტვერდამჭერი დავაყენებინეთ, თუმცა მაინც ანუ გავზარდეთ. პირდაპირ არ უკავშირდება, წეგან ვახსენე, MGB ორგანიზაციები, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციები, რომელთაც აქვს სპეციფიური ნარჩენების შეგროვების ვალდებულება, მუდმივად არაერთ შეხვედრაზე აყენებდნენ პრობლემას, მათ შორის პარლამენტში, რომ კომპანიები, რომლებსაც წარმოექმნებათ, მაგალითად ავტოპროფილაქტიკები, რომლებსაც წარმოექმნებათ ნარჩენი ზეთები, ეს ნარჩენი ზეთები შეგროვება ვერ ხდება, იმიტომ რომ გადაეცემა სხვადასხვა არაუფლებამოსილ პირს. ჩვენ ამ მიმართულებით გავააქტიურეთ, ეს არის სახიფათო ნარჩენი, მისი გარემოში მოხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი და ამ მიმართულებით გავაამჯობესეთ და გავაინტენსიურეთ ეს კონტროლი და უფრო ამას უკავშირდება. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონელი. ამით ჩვენი კომიტეტის ნაწილი, რომელიც ჰაერის დაბინძურებას რუსთავზე კონცენტრაციით
მიუძღვენი დასრულებულია. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას, რუსთავის მერიას, მერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურების წარმომადგენლებს გაწეული მუშაობისთვის და ჩვენი კომიტეტის ჩართულობით მომავალში ჩვენ გავნაგრძობთ როგორც რუსთავთან მიმართებით, ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა დიდ ქალაქებთან მიმართებით, სადაც ჰაერის დაბინძურების პრობლემა კვლავ დგას, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ახლა მინდა გადავიდე ჩვენ დღის წესრიგით განსაზღვრულ ბოლო საკითხზე, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის, მწვანე კლიმატის ფონდის აკრედიტაციის საკითხს. საკითხს, როგორც მოგახსენეთ, წარმოადგენს ბატონი ლევან მოსახლიშვილი, ფონდის დირექტორის მოადგილე, თუმცა მანამდე მინდა ბატონ ლადო ძნელაძეს, ფონდის დირექტორს ვთხოვო, რომ ორიოდე სიტყვით მოგვესალმოს. გთხოვთ ბატონ ლადო. მოგესალმებით ქალბატონო და ბატონებო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ქალბატონო მაია, თქვენი კომიტეტის წევრებს, პარლამენტარებს, რომ საშუალება მოგვეცა წარმოგვედგინა ჩვენი ფონდის საქმიანობა, მწვანე კლიმატის ფონდის აკრედიტაციის თან ერთად. სანამ უშუალოდ გადავალ ფონდის საკითხებზე, მინდა აგრეთვე მადლობა გადაუხადო ბატონ დავით სოღულაშვილს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ნინო თანდილაშვილს იმ გაწეული თანადგომისთვის და თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენს აკრედიტაციას დაჭირდა. აღნიშნული სამინისტრო წარმოადგენს მწვანე კლიმატის ფონდისთვის ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს. ასევე მინდა გადაუხადო მადლობა ჩვენ სამინისტროს, კერძოდ ბინის ქალბატონ მარიამ კვლივიშვილს და ინგა ფხალაძეს, კურატორ მოადგილეს ენერგეტიკის მიმართულებაში. მათ მხარდაჭერა რო არა, ჩვენ ამ აკრედიტაციას ვერ ავიღებდით. რაც შეეხება ფონდის აკრედიტაციის საკითხებს, ჩემი კოლეგა შემდეგ პრეზენტაციაში უფრო ფართოდ წარმოადგენს. ორიოდე სიტყვა მინდა მწვანე კლიმატის ფონდზე ვილაპარაკო. მწვანე კლიმატის ფონდის არის გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის ფინანსური მექანიზმი. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კლიმატური ფონდი და განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი გახდა საქართველოში პირველი სახელმწიფო კომპანია, რომელმაც აღნიშნული აკრედიტაცია მოიპოვა. ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება, იგი ზრდის როგორც ფონდის, ისე საქართველოს სანდოობას საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორების წინაშე. აკრედიტაცია გვაძლევს შესაძლებლობას მოვიზიდოთ გრანტები და შეღავათიანი ფინანსური რესურსები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიული პროექტებისთვის, რომლებიც ქვეყნისთვის აუცილებელია, თუმცა კერძო ინვესტორებისთვის კომერციულად ნაკლებად მიმზიდველია. ამავდროულად აკრედიტაცია ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას. ეხლა მინდა სიტყვა გადავცე ჩემ კოლეგა ლევანს, ჩემ მოადგილეს, რომელიც უფრო ფართოდ წარმოადგენს ჩვენს პრეზენტაციას. დიდი მადლობა ბატონ ლადო. ბატონ ლევან, გთხოვთ, რომ მოკლედ წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია. ჩვენ წარმოგიგეთ ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მწვანე კლიმატის ფონდში აკრედიტაციის შესახებ, მაგრამ უშუალოდ სანამ ამაზე ძალიან მოკლედ გაგაცნობთ ინფორმაციას თვითონ ფონდის შესახებ. ფონდი შეიქმნა 2010 წელს, მისი აქციების 100% ფლობს საქართველოს სახელმწიფო და ასე ვთქვათ, მის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტრო. ძირითადი მიმართულებები ჰიდროენერგეტიკიდან მოყოლებული არის ასევე
მზის, ქარის და ყველა ასე ვთქვათ განახლებადი ენერგიის მიმართულებით რა საქმიანობაც არის ენერგეტიკაში წარმოდგენილი. რაც შეეხება თვითონ ფონდის როლს, ანუ სტრატეგიურ როლს საქართველოს ენერგეტიკაში, სულ რამოდენიმე ფაქტს მოვიყვანოთ, უფრო ცხადი გახდეს თუ რა ტიპის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი. მაგალითად, საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, რომელიც გორთარ აშენდა და ალბათ ყველა მიცით, ეს სწორედ ჩვენი ფონდის დამსახურება იყო. ასევე მაგალითად იმ დროისათვის, როცა ექსპლუატაციაში შევიდა დარიალხეს, ესაც იყო ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, თუმცა ეს უკვე პარტნიორებთან ერთად განვახორციელეთ. იმ პერიოდში, როცა აშენდა, იყო ყველაზე დიდი ჰესი. ასევე ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას ვახორციელებთ ძალიან ბევრ საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიასთან, ისე როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის როგორც არის Masdar, Chalik Energy და რაც შეეხება ინსტიტუტებს, როგორც არის მაგალითად იგივე EBRD და სხვა. და ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, ჩვენ გარდაჩვენებრივ კომერციული პროექტებისა, მუშაობთ სხვა ტიპის პროექტებზეც, მაგალითად როგორც არის ხუდონის განვითარების ალტერნატიული კვლევების განხორციელება, ან იგივე ენგურის ჰიდრომააკუმულებელი სადგურის პროექტის განვითარება. და ეს დღეს რაზეც ვარ წარმოდგენილი, ასევე ეს მიმართულება არის მწვანე კლიმატის ფონდში აკრედიტაციის მოპოვება. რაც შეეხება ამ სლაიდზე უკვე აღარ შევალ დეტალებში, მაგრამ მოწოდებულია ის მიმართულებები და ის პროექტები, რაც ამ წუთას ხორციელდება ფონდში და ეს არის ასე ვთქვათ ჩვენს პორტფელში. მთლიანი პროექტების ჯამური მოცულობა ასე ვთქვათ 375 მეგავატია და სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 456 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც ნაწილი ხორციელდება როგორც ფონდის მიერ, ასევე ნაწილი ხორციელდება უშუალოდ პარტნიორებთან ერთად. მათ შორის ჩვენ ვახორციელებთ გარდა კომერციული პროექტებისა სოციალურ პროექტებსაც და ამჟამად ერთ-ერთი პროექტი, რომელიც არის მიმდინარე, ეს არის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კონკრეტულად დუშეთის მუნიციპალიტეტში, უშუქო სოფლების, ასე ვთქვათ, ელექტროენერგეტიკული უზრუნველყოფა, თუმცა მხოლოდ ამ ეტაპზე 56 კომლი არის, რომელიც მიმდინარეა. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ რო გადავიდეთ იმ თემაზე, რომელზეც დღეს ვართ წარმოდგენილი, ეს არის ატუარის საერთაშორისო კლიმატური დაფინანსება მნიშვნელოვანი საქართველოსათვის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ძალიან დიდ ამბიციებს ჰგავს ამ მიმართულებით, მაინც მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების გამტკიცება, ან იგივე განახლებადი ენერგიის განვითარების დაჩქარება რომ მოხდეს ქვეყანაში, ან იგივე კლიმატური ცვლილებების შერბილება და მასთან ადაპტაცია და მსგავსი ღონისძიებები ამ მიზნისათვის საჭიროა საერთო კლიმატური დაფინანსების ეფექტიანად გამოყენება. და ამის ერთ-ერთი მექანიზმი, როგორც უკვე აღნიშნეთ, არის სწორედ ის ფონდი, რომელსაც ჰქვია მწვანე კლიმატის ფონდი. მწვანე კლიმატის ფონდის ფინანსური რესურსები საკმაოდ შთამბეჭდავია, ანუ მას მობილიზებული რესურსები 22 მილიარდზე მეტი აქვს, დამტკიცებული პროექტების რაოდენობა 400-ზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით, ის მოღვაწეობს 100-ზე მეტ ქვეყანაში და აკრედიტებული ორგანიზაციების რაოდენობა არის სულ 168. მათ შორის მისი აკრედიტებული ორგანიზაციებში შედიან ისეთი ორგანოები, როგორც არის მაგალითად მსოფლიო ბანკი, EBRD, აზიის განვითარების ბანკი და ბევრი სხვა. თვითონ ამ ფონდმა 2010 წელს დაიწყო, ასე ვთქვათ, შეიქმნა ისაც და 2015-დან დაიწყო დაფინანსება. რაც შეეხება მწვანე კლიმატის ფონდის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ძირითადად რაზეც არის ორიენტირებული, ეს არის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით მუშაობენ ისინი და კლიმატის ადაპტაციის კუთხით. და მის პორტფელში ძირითადი ნაწილი სწორედ მოდის გრანტების ნაწილზე, აი თუ აქვე არის წარმოდგენილი პრეზენტაციას და ნახავთ, რომ მაგალითად მთლიანად ამ თანხებში გრანტის ნაწილი 9 მილიარდზე მეტია. რაც შეეხება ეს მწვანე კლიმატის ფონდი საქართველოში აკმადეს არსებობდა, ასე ვთქვათ, მონაწილეობდა ბევრ პროექტში. ოღონდ ეს იყო უშუალოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით, როგორც არის EBRD, UNDP, GIZ, ADB და სხვა. და მათ შორის არის მაგალითად, როგორც არის ტყის სექტორის რეფორმა და განვითარება, ან იგივე მდგრადი ქალაქების კლიმატური მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა. თუმცა, ამჟამად ამ პროექტების საერთო მოცულობა, რომელიც ზოგი მიმდინარეა და ზოგი დასრულებულია საქართველოში, 7 პროექტი 175 მილიონი დოლარი. რაც შეეხება უშუალოდ რომ გადავიდეთ ჩვენი ფონდის, ასე ვთქვათ, გზაზე ამ აკრედიტაციამდე და მე უკვე იმ მნიშვნელობაზე თუ რა მოგვიტანს ეს საქართველოში ამ მიმართულებით. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა აკრედიტაციისათვის ესეთი პროცედურა არსებობს, რომ ის უნდა წარმოწარადგინოს, ასე ვთქვათ, იმ უწყებამ, რომელიც არის პასუხისმგებელი ამ საქმიანობაზე და ესეთი არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ანუ ინიციირებას ახდენს ის, შემდგომ უკვე ნომინაციის პროცედურის გავლის შემდეგ იწყება აკრედიტაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს მთელი რიგი სტანდარტების დაკმაყოფილებას და ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში უკვე აქ იგულისხმება როგორც ინსტიტუციური
გარემოსდაცვითი, სოციალური, ფინანსური სისტემების დანერგვა უნდა მოხდარიყო ფონდის ფარგლებში და მე ხდება უკვე აკრედიტაციის პროცესი. და შარშან უკვე 2 ივლისს აგერ უკვე წელიწადი ხდება პრინციპში რამოდენიმე დღეში ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ასე ვთქვათ მწვანე კლიმატის ფონდის საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღო აკრედიტაცია, რომელზეც უკვე მე ხელი მოეწოდა უშუალოდ ამ დოკუმენტს დეკემბერში, 10 დეკემბერს და შესაბამისად უკვე დაიწყო ამ პროცესის განხორციელება. რაც გულისხმობს იმას, რომ პირველი ეტაპის ამოცანა, რაც ჩვენ და ასე ვთქვათ მივიღოთ ამ ფონდისგან, ეს არის ტექნიკური დახმარება, ანუ ეგრეთ წოდებული მზადყოფნის ხარდაჭერის პროგრამა და უკვე ამის შემდეგ მოვახდენთ პროექტების ინიცირებას ამ ფონდში. რაც შეეხება რას ნიშნავს ახლა ეს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის ეს აკრედიტაცია. პირველ რიგში ეს რაც ძალიან მნიშვნელოვანია, წეგან ჩვენ ვახსენეთ რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოში უკვე არსებობს ძალიან ბევრი უწყება, ასე ვთქვათ, რომელმაც მიიღო მწვანე კლიმატის ფონდიდან დაფინანსება, მაგრამ ეს არ იყო პირდაპირ დაფინანსება. ანუ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯერ ქართულმა ორგანიზაციამ, ანუ კონკრეტულად იგულისხმება სახელმწიფო კომპანიამ მიიღო ეს აკრედიტაცია და ეს წვდომას გვაძლევს გრანტების პირდაპირ მოზიდვაზე. ანუ პირდაპირ მწვანე კლიმატის ფონდიდან მოხდება თანხების მობილიზება, ასე ვთქვათ, ენერგეტიკის განვითარების ფონდში და მეორე უკვე კონკრეტულ პროექტებში. ასევე პროექტების მომზადება შესაძლებელი იქნება დამოუკიდებლად. ანუ ეს იგულისხმება, რომ არ იქნება აუცილებელი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ამ პროექტის წარდგენა, არამედ ამას შეძლებს უკვე თვითონ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი. რაც შეეხება თვითონ როგორი კატეგორიის პროექტებს, ამაზეც გეტყვით, ანუ ჩვენ გვაქვს აკრედიტაცია მოპოვებული B კატეგორიის პროექტებზე, რომელიც გულისხმობს 10-დან 50 მილიონამდე $ASH ღირებულების პროექტების წარდგენის შესაძლებლობას. ну ამის საფუძველზე რაც ასევე მოგვცა ამ აკრედიტაცია იყო ის რომ ენერგეტიკის განვითარების ფონდში დაინერგა ისეთი ტიპის სტანდარტები, რომელსაც იშვიათად ახორციელებს, იშვიათად აკმაყოფილებს, ასე ვთქვათ, სოფლიოშიც ბევრი ორგანიზაცია, იმიტომ რომ როგორც წეგან აღნიშნეთ, თუ 168 ორგანიზაცია მთელ სოფლიოში, რომელსაც ამ სტანდარტის დაკმაყოფილება შეუძლია. და რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გარდა გრანტის კომპონენტისა, რომელზეც ჩვენ გვაქვს აკრედიტაცია, ასევე მწვანე კლიმატის ფონდს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ თუ რამოდენიმე ტიპის ან ერთი პროექტი მაინც დაფინანსდა და მე მოვახდინოთ ასე ვთქვათ, ამ აკრედიტაციის გაფართოება, რაც გულისხმობს სხვა ტიპის რესურსების მოზიდვასაც, მაგალითად, როგორც შეიძლება იყოს სასაცხოვრო კომპონენტი და სხვა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს იმ ყველა სტანდარტის დაცვით, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე. ეხლა ერთ-ერთი შეკითხვა, რაზეც ქავატონ მაიამ დასაწყისში ისაუბრა, როგორც აღნიშნა რომ კომიტეტმა და ზოგადად პარლამენტმა წინა კვირაში უკვე მიიღო გრანტის შესახებ კანონში ცვლილებები და რატო გახდა ეს ცვლილებები საჭირო და განსაკუთრებით ამ ჩანაწერის გაკეთება, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს. როგორც დასაწყისში აღნიშნე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი არის სახელმწიფო კომპანია, ანუ სააქციო საზოგადოების ფორმით არის შექმნილი და როგორც თქვენთვის ცნობილია, ზოგადად კანონმდებლობა კომერციულ ორგანიზაციებს გრანტის მიღების საშუალებას, ასე ვთქვათ, პირდაპირ მიმართულებით არ აძლევდა და შესაბამისად ენერგეტიკის განვითარების ფონდს ამ თანხების როგორც მოზიდვის, ისე გაცემის პრობლემა შეექმნებოდა. ამიტომ შესაბამისად ამ შეტანილმა ცვლილებებამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რაც აქამდე ჩვენ ჩამოვაყალიბოთ, რომ ამ თანხების როგორც მოზიდვა, მე უკვე გაცემაც მოვახდინოთ ამ პროექტებთან დაკავშირებით, რომელზეც ვისაუბრეთ. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი, თუმცა საქართველოს კანონმდებლობაში მანამდეც ჰქონდა ესეთ ჩანაწერი, როგორც სხვა ტიპის ორგანიზაციებზე, რა თქმა უნდა, ისინი კომერციულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ენერგეტიკული მიმართულებით. რაც შეეხება ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და მწვანე კლიმატის ფონდს შორის, მაგალითად, ამჟამად მიმდინარეობს ერთ-ერთი მიმართულება თანამშრომლობის, როგორც წეგან აღნიშნე, რომელიც რატოც გახდა, ასე ვთქვათ, ეს კანონში ერთ-ერთი ცვლილება საჭირო და თარაც შეიძლება და მალე, რომ ჩვენ უკვე ამ ფონდთან როგორც გითხარით, დეკემბერში მოვახდინეთ აკრედიტაციის ხელმოწერა ხელშეკრულების და მათთან დაიწყო, ასე ვთქვათ, ეს რედინესის, ანუ მზადყოფნის მხარდაჭერის პროგრამა, რომელთა მიმართებაშიც უკვე მათ შექმნეს კიდევაც შესწავლების კომიტეტიც, რომელიც მიხედვითაც უნდა აიყვანონ კონსულტანტიც, რომელიც მოგვეხმარება ჩვენ ფონდს უკვე უშუალოდ ამ პროექტების დაწერაში, მათ წარდგენაში და შესაბამისად უკვე დაფინანსების მოპოვებაში. და უკვე იმ სტადიაზე არის მისული, რომ სავარაუდოდ ერთი თვის განმავლობაში, უკვე ერთი თვის შემდეგ დაახლოებით ცნობილი იქნება უკვე ვინ შეარჩიეს მას კონსულტანტად, ანუ გულისხმობს კომპანია, რომელიც ამაში მოეხმარება ენერგეტიკის განვითარების ფონდს. რაც შეეხება მაგალითად ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და ამაზეც გვინდა ვისაუბრო, და აქ ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ თვითონ ამ ფონდში წარდგენა პროექტების ხდება ორი მიმართულებით და ძირითადი არის, რა თქმა უნდა, რედინესის, ანუ მზაობის პროგრამის შემდეგ. მაგრამ ჩვენ წარდგენმა იდეამ ძალიან დიდი
ასე ვთქვათ, მოწონება დაიმსახურა მწვანე კლიმატის ფონდში და მათ განგვიცხადეს, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ წარგვედგინა ეს პროექტი ამ მზადყოფნის პროგრამის გარეშე. ანუ რაც გულისხმობს იმას, რომ არ უნდა დაველოდოთ, ასე ვთქვათ, ამ ვადის გასვლას, ამ პროცესის დასრულებას და მანამდე შეგვიძლია. და ეს პროექტი არის მაღალმთიანი დასახლებებში ელექტროფიცირება საქართველოში. ეს უბრალოდ კონცეფციის დონეზეა ჯერჯერობით წარდგენილი, კონცეფცია მწვანე კლიმატის ფონდის მიერ არის მოწონებული და თუ კონცეფცია როცა მოწონებული იქნება, მე უკვე ხდება უშუალოდ ამ პროექტის წარდგენა. და ეს პროექტი ითვალისწინებს, როგორც გითხარით, ჩვენი მთლიანი მასშტაბი ამ თანხის 50 მილიონი არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება იყოს და კონცეფციის დონეზე ესეც არის წარდგენილი, თუმცა შეიძლება უშუალოდ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დეტალურად ჩატარდება ოდნავ შემცირდეს თანხის მოცულობა, მაგრამ მაქსიმალური ამდენია, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს მთლიანად საქართველოს ელექტროფიცირება. ჩვენ 2023 წელს დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, ძალიან მცირე მასშტაბით, ანუ რამოდენიმე მაშინას დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც ახლა განმოხორციელდა რამოდენიმე ოჯახის ელექტროფიცირება, ახლა როგორც წეღან აღნიშნე 58 ოჯახში ხორციელდება, მაგრამ მთლიანად საქართველოში არის 4519 კომლი, რომელიც დარჩენილია ენერგიის გარეშე. აქ რა თქმა უნდა, არ იგულისხმება, რომ მაინც და მაინც ყველა მუდმივი კომლია, ზოგი დროებითია, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სეზონურად ხდება, ასე ვთქვათ, მათი აქ რეგიონების მიხედვითაც არის განაწილება. ეს ინფორმაციები ჩვენ მოგვაწოდეს როგორც უშუალოდ თვითონ მუნიციპალიტეტებმა, ასევე შესაბამისმა სამინისტროებმა და მათთან ერთად მოხდა გავლა. თუმცა თუ პროექტი უკვე დაფინანსდება მწვანე კლიმატის ფონდის მიერ უშუალოდ, ის გაითვალისწინებს ასევე ამ კვლევის და უკვე იმ დროინდელი სიტუაციის გადამოწმას, მაგალითად, აი როგორც აღნიშნეთ, ახლა ჩვენ ამ შემთხვევაში 58 ოჯახი გამოაკლდება და უშუალოდ ამ ციფრებს და ასე თუ მანამდე სხვაგანაც მოხდება ელექტროფიცირება, მაშინ ესეც ამოაკლდება ამ მიმართულებით. რას ითვალისწინებს ეს პროექტი? ეს პროექტი ძირითადად ითვალისწინებს უმრავლეს ადგილას მზის ელექტროსადგურების მონტაჟს, იმიტომ რომ ამ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში ასევე ჩვენ შევისწავლეთ კონკრეტულად ეს ლოკაციები და აღმოჩნდა, რომ იმ შემთხვევაშიც კი ქსელი რომ აშენდეს, ქსელის ოპერატორებისთვის შეიძლება ეს არ იყოს მიმზიდველი ფინანსურად, იმდენად ცოტა მოსახლეობა არის, ან ზოგ შემთხვევაში 1-2 კომლი არის ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში და აქედან გამომდინარეა ეს მონცემული. თუ შესაძლებელი იქნება, მე რასაც გვაჩვენებს, შეიძლება აშენდეს მათ შორის მცირე ელექტროსადგური, იმიტომ რომ ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს ესეთ მუნიციპალიტეტებში განხორციელებით და შიდა ქსელის მოწყობაც. ეს არის ასე ვთქვათ, რასაც ეს პროექტი ახორციელებს. გარდა ამისა, ამ სლაიდზე მოცემულია ერთი, როგორც გითხარით, ამ მხარდაჭერის პროექტის გარეშე, ასე ვთქვათ, უშუალოდ პროექტი, მაგრამ ასევე ჩვენ გვაქვს წარდგენილი უკვე რედინესის ფარგლებში 3 ტიპის პროექტი, რომელიც ერთ შეეხება ხუდოჰესის განვითარების პროექტს, მეორე ენგურის გარემოს დაცვის პროექტს და მესამე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ანუ ელექტროგადამცემი სისტემის ეფექტურან გაძლიერების პროექტს. ახლა მაგალითად რო ვთქვათ, შინაარსშიაც არ შევალ დროის სიმცირის გამო, მაგრამ მაგალითად ენგურჰესთან დაკავშირებით არის ისეთი კვლევის ჩატარება, რომელიც ერთი შეისწავლის და უშუალოდ იმ ჩამონადენს, რომელიც ნატანებთან მიმართებაში როგორ უნდა მოხდეს გაწმენდა და ასე შემდეგ, ანუ სხვა ასეთი ტიპის კვლევების დაფინანსებას. რაც შეეხება ბოლო სლაიდზე მივდივარ უკვე პრინციპში, რატო არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და არა მარტო რა თქმა უნდა ენერგეტიკის განვითარების ფონდისთვის, რომ საერთაშორისო კლიმატის დაფინანსების პირდაპირ მოზიდვის შესაძლებლობა გვეძლევა, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების საშუალება გვეძლევა ამ საკანონმდებლო ცვლილებებისა და შესაბამისად ფონდის აკრედიტაციის ფარგლებში, განახლებად ენერგიის განვითარების ხელშეწყობა გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ფონდის პრიორიტეტი ისედაც იყო, მაგრამ კიდევ უფრო გაძლიერდება ამ მიმართულებით მუშაობა, ისევე როგორც კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების გაფართოვება. და კიდევ რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ამ ფონდისათვის, ანუ მწვანე კლიმატის ფონდისათვის არის მაღალმთიანი და მოწყვლადი რეგიონების მხარდაჭერაც არის ამ მიმართულებით, იმიტომაც იყო, რომ მაგალითად ეს უშუალოდ პროექტიც მათთვის აღმოჩნდა ერთ-ერთი მოწონებული და როგორც გითხარით, ეს არის მხარდაჭერის პროექტის გარეშე მოახდინეთ ამ კონცეფციის წარდგენა, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა GCF-თან მიმართებაშიც კი. და რა თქმა უნდა, ეს საშუალებას მოგცემს, რომ საერთაშორისო პარტნიორებსა და ინსტიტუტებთან, ასე ვთქვათ, გავაძლიეროთ ჩვენ თანამშრომლობა. ეს არის პრინციპში, რაზეც ვისაუბრეთ. მადლობა ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს პარლამენტს ამ კანონპროექტის მხარდაჭერისათვის. თუ შეკითხვები დიდი მადლობა ბატონ ლევან, ძალიან საინტერესო მოხსენებისთვის. ჩვენი კომიტეტის კუთხით კიდევ ერთხელ ხას გაუსვამ, რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ეს აკრედიტაციის პროცესი პირველად.
პირველ რიგში წარმატებით დასრულდა და პრაქტიკულად ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა საქართველოს ფარგლებში, რომელსაც ეს აკრედიტაცია გავლილი აქვს, იმის ძალიან ისე თქვათ ნაყოფიერი ნიადაგია იმისთვის, რომ მათ შორის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის შემდგომი ღონისძიებები განმახორციელოთ. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ პარლამენტი მუშაობს კლიმატის ცვლილების კანონზე, პროექტი პრაქტიკულად მზად არის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე დავიწყებთ უკვე დაინიცირების პროცედურებს, სადაც როგორც გარემოსდაცვის სამინისტროს, ასევე ენერგეტიკის ეკონომიკის სამინისტროს და მის სტრუქტურების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს საშუალება, როდესაც ფინანსური მექანიზმის, ასე ვთქვათ, ეს რესურსი გვაქვს, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იგივე მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის კუთხით. კითხვები თუ გვაქვს ბატონ ლევანთან, ქალბატონ გრეტა? მოგესალმებით ბატონ ლევან, მე ესეთი მარტივი კითხვა მექნება. რა თქმა უნდა, აკრედიტაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ აკმაყოფილებდეთ როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ხო, ნაკისრვალდებულებებს და ეს თვითონ აკრედიტაცია რამე ვადიანი ხო არ არის, იმიტომ რომ შეიძლება ხელშეკრულებაში კიდე დაემატოს რაღაცა პუნქტები ან მიმართულებები და ხო არ გადაიხედება. ერთი ეს მაინტერესებს და მეორე თქვენ ძალიან საინტერესო სლაიდი წარმოადგენთ, სადაც თქვენი სოციალური პროექტი არის მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და 359 კომბლი ახსენეთ და კიდე არის 4160 არის სეზონური კომბლი, რასაც ეს როდესაც ოჯახები მიდიან სოფლად ან ისვენებენ შიდა ტურიზმის მიმართულებით არის ეს სეზონური კომბლი, რაც ნიშნავს უფრო რომ სიცხადე რომ შემატოთ ტერმინს. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. კიდე ხომ არ არის კითხვები? მეტი კითხვები არ არის. გთხოვთ ბატონო. მადლობა დასმული შეკითხვებისათვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არ არის ვადიანი, ანუ აკრედიტაცია, ასე ვთქვათ, უვადო პროცედურა არის. თვითონ უბრალოდ აკრედიტაციის გავლის პროცესია საკმაოდ რთული. საქართველოში სულ ორი ორგანიზაცია, ერთი კომერციული, TBC ბანკი და მეორე ღვთისმსესხების ნაწილზე მუშაობს და ჩვენ მუშაობთ, ასე ვთქვათ, გრანტების ნაწილზე და სახელმწიფო კომპანიები ჩვენ წარმოვადგენთ. ეს მიმართულება, ამიტომ ეს პროცედურა არ არის. რაც შეეხება სეზონურებს, აქ სხვადასხვა ტიპი იგულისხმება. მაგალითად, ეხა ერთ-ერთი აი გურიის რეგიონი, რო ვთქვათ, ეხა შეიძლება იქცეს ყურადღება 291 სეზონური კომბლი, რატოა გურიაში ხარც ისეთი მაღალმთიანია, მიუხედავად ვისი ასე ვთქვათ, მაღალმთიანი ნაწილისაც. მაგალითად, ესეთი არიან, ასე ვთქვათ, წყემსები, რომელიც არიან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გარკვეულ ლოკაციებზე, სადაც ქსელის გაყვანის პრობლემაა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, როგორც აღარ აღნიშნე, ქსელის ოპერატორისათვის არ არის ეს მომგებიანი ესეთი ის რა ქვია, ქსელის მიყვანა ისეთ ადგილებში, თუმცა მაგალითად ეხა მცხეთამთიანის რეგიონში სრულიად სხვანაირი ტიპის კომბლებია. ანუ იქ არის უბრალოდ რომელსაც არ აქვს, იმიტომ რომ მათ არ აქვთ მუდმივი ასე ვთქვათ, წვდომა ელექტროენერგიაზე ან იგივე სხვა რესურსებზე, ისინი უბრალოდ ზაფხულობით ადიან, აქაც შეიძლება წყემსები იყვნენ, ან დამსვენებლებზე მეტად უფრო სამეურნეო საქმიანობით დაკავებულები არიან, ასე ვთქვათ. ეს უფრო დეტალური კვლევას უკვე როდესაც პროექტის განხორციელებას დავიწყებთ, ახლა უბრალოდ ამ რეგიონში რა ხომ რუსეთში და იქ ვიმუშავია, უფრო დეტალურად ვიცით ეს ინფორმაცია. სხვაგან ასე ვთქვათ, ესე დეტალური მიზეზი თუ რატომ შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადი საფუძველი მსგავსი უფრო სამეურნეო საქმიანობა ვიდრე დასვენება. დავამატებ მე ცოტა უფრო დეტალს ახსნი. იქ 358 ვინც არის მარტო რომ რჩება მუდმივი კომბლი როა, იქ რომ გაჩდება უკვე დენი მუდმივად ის ციფრი მერწმუნად გაიზრდება, შეიძლება გახუთმაგდეს კიდევაც და როცა ეს კომფორტი არ აქვს, ნუ ვერ რჩებიან რა და რომ იქნება ამის საშუალება უკვე დარჩებიან და რა თქმა უნდა დიდი მადლობა. კითხვები ხომ არ არის კიდე? მეტი კითხვები არ არის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, ბატონ ლადო, მადლობა და მადლობა ყველას სამინისტროს წარმომადგენლებს იმ მოხსენებებისთვის, რომელიც ჩვენ დღეს აქ მოვისმინეთ, რუსთავის მერიას, კომიტეტის წევრებს, აპარატს, ძალიან საინტერესო ხდომის წარმართვისთვის. ამით შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი კომიტეტის ხდომა. მადლობა მომბრძანებისთვის.